მოგესალმებათ, შემდეგი პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე. ეს კონკრეტული პოდკასტი 2026 წელს ჩვენთვის არის პირველი და შევაჯამებთ 2025 წელს. ჩვენთან ერთად არის ნინო გიორგობიანი, Next-ის ჟურნალისტი და მარიამ რამაზაშვილი, ასევე Next-ის ჟურნალისტი. ნინოს და მარიამის სტატიებს კითხულობდით 2025 წლის განმავლობაში, მთელი წელი შეიძლება ითქვას. ნინოს უყვარს ხოლმე ძირითადად მაინც რაღაცა ყველაფერზე წერს, მაგრამ კოსმოსი არის მისი რაღაც მთავარი, ესე ვთქვათ, პოინტი, ხო, რომელზეც ყველაზე კარგად ერკვევა. მარიამიც ანალოგიურად სხვა მესხლებით მუშაობს ხოლმე ჩვენთან, თუმცა მას არის ხელოვნური ინტელექტი, რომელთაც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული და დღეს მივახილავთ ყველაფერს, როგორც კოსმოსს, ისე ხელოვნურ ინტელექტს, მედიცინას, რობოტიკას, რა ვიცი, ყველაფერს. და რა ვიცი, შეგვიძლია დავიწყოთ ალბათ. დავიწყოთ რავი კოსმოსიდან, იმიტომ რომ რაღაცა კოსმოსი ისეთი რაღაცაა, ხო, რომელიც როგორც კალსეგანი იყო და ყველგან არის და ყველაფერიაო. ხო და დავიწყოთ კოსმოსით, მისიებით, იმეებით თუ რა იყო მნიშვნელოვანი აღმოჩენებით, ხო? ჯეიმს ვებიც რაღაც აქტიურად მუშაობდა 2025-ში. ნინოს ვებიასაც ვეძახით ხოლმე. ჯეიმს ვების საპატივსაცემლო და იქიდან გამომდინარე რომ ნინო რაღაც ვებივით აკვირდება კოსმოსს ჩვენგან. რა იყო ნინო შენთვის ყველაზე საინტერესო, რამაც შენი ყურადღება მიიქცია, რაც გისიამოვნა დაწერა რა, რომ აი რომ ნახე რომ ვა რაღაცა და გიხაროდა რომ ამაზე მუშაობდი, მაგით დავიწყოთ ალბათ. პირველი რაც მახსენდება, ეს არის ვარსკვლავთაშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში შემოვიდა, 3i ატლასი. აქამდე 2 ობიექტი იყო მარტო შემოსული და ისტორიული მომენტი იყო მაგ მხრივ. ივლისში დააფიქსირეს და სხვა შორის რამდენიმე თვით ადრე მქონდა წაკითხული, შეხვედრა რა მასთან. კი. ეგ სიუჟეტი გამახსენდა და ერთადერთი არ ყოფილა არაშკარად, იმიტომ რომ ამ ამბავს მალევე მოყვა ეს შეთქმულების თეორიები, რაზეც უამრავი ნიუსი იწერებოდა და არასწორი ინფორმაციებიც ვრცელდებოდა, რომ ვითომ ეს 3i ატლასი არის ვარსკვლავთაშორისი ობიექტი კი არა, საერთოდ უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი რაღაცა ხომალდი. ხო, ნუ მიზეზი წარმოუდგენელი. რაღაცა ზუსტად იმ წიგნის სიუჟეტი გადმოიტანეს და დაიჯერეს და ძალიან დიდია, ხო, იქ რამაში მახსოვს, ეს რაღაც ფეიჯი ძალიან დიდია. თითქმის რაღაცა პატარა და მიდიან შესასწავლად რა რეალურად და არტურ კლარკის წიგნი არის მეგობრებო, ასევე გირჩევდით თუ კოსმოსი. ხო, კარგი ნაწარმოებია, ძალიან სამსირო ფანტასტიკის ჟანრში მომეწონა კიდე. ეს ობიექტს რაც შეეხება, არანაირი კავშირი არ აქვს, რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელების ტექნოლოგიებთან. ჩვეულებრივი არ არის, არაჩვეულებრივი კომეტაა, განსხვავებულია, იმიტომ რომ წარმოიშვა სხვა სისტემაში აბსოლუტურად. აი სპექტრულად რომ შეისწავლეს, აღმოაჩინეს რომ მაგალითად ნახშირბადის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით. და თვითონ ეს შედგენილობა რომ საინტერესოა ჩვენთვის, იმიტომ რომ სადაც წარმოიშვა ეს კომეტა ბევრ ინფორმაციას გვაწვდის მაგის შესახებ, როგორი იყო ის მატერიის ღრუბელი, სადაც ის სისტემა ჩამოყალიბდა, საიდანაც მოდის ეს კომეტა. თან არის ძალიან ძველი, როგორც. თან არის ერთ-ერთი კი არა, ვარაუდობენ რომ ყველაზე ძველი ობიექტია, რომელიც კი ჩვენს სისტემაში მოხვედრილა. იმიტომ რომ 7 მილიარდი წლის წინანდელი ობიექტია, ხო? ბევრად დიდია ვიდრე თვითონ ბევრად ძველია კი და კიდევ ის არის აღსანიშნავი, რომ მზესთან ყველაზე მეტად ახლოს მივიდა, აი თავისი ამდენ წლიანი მოგზაურობის განმავლობაში, ვიდრე სხვა ნებისმიერ ვარსკვლავთან რა. და როცა მიუახლოვდა მზეს, აი ფოტოებშიც არ ვიცი შენიშნავდით, რომ გარშემო აქვს კომა ჩამოუყალიბდა რა, აი რაღაც ატმოსფეროსავით აკროლადინა ერთები რაც იყო, ნისლივით ღრუბელი ჩამოუყალიბდა და მაგიტომ არის რომ ეს ფოტოები რაც გადაიღეს თქვათ მარსზე არსებულმა ხომალდებმა ზედაპირზეც და ისეც მარსთან ახლოს ჩაიარა და მაგიტომ არ ჩანს თვითონ კომეტის ზედაპირი როგორია. კომეტას ახასიათებს ზოგადად ეგეთი რაღაც. მზეს როცა მიუახლოვდა ამ სითბომ, გამოიწვია ის, რომ ეს ყინულებისგან აორთქლება. ხო, აორთქლდა და ეს გარშემო უფრო მეტად გაუაქტიურდა ეს ღრუბელი რაც არის. ხო, ეგ არის. ძალიან რეალურად მაგას ჰქონდა რაღაც ძალიან დიდი გამოხმაურება და მეც პირადად ძალიან ბევრი წერდა ხოლმე, რომ რა ხდება და მოლოდინები არის ხოლმე, მაგდროს ყოველთვის ჩდება, რომ თითქოს შეიძლება იყოს დაკავშირებული რაღაცა. ხო, აი მაგ იმიტომ რომ სისტემის მიღმა არის, საიდანაც მოვიდა, ანუ
არ არის მზის სისტემის ობიექტი და შესაბამისად, აკავშირებენ ხოლმე მაგას. ხო, იმის თქმა მინდოდა, რომ ისედაც საინტერესოა ეგეთი ობიექტები და არ არის საჭირო რაღაც ეს მართლა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადავიყვანოთ რა. აი მეცნიერულად, ვისაც მართლა წმინდად მეცნიერულად დაინტერესებს, ამაზე საინტერესო ობიექტს ვერ ნახავს, იმიტომ რომ ძალიან ძველია, სულ ვარაუდობენ, რომ აი ჩვენი ირმის ნახტომის სქელი დისკო რაც არის იქიდან მოდის რა და ჩვენგან ეგ ძალიან შორეული რეგიონია დედამიწისგან და ჩვენი მზის სისტემისგან. და ან ისედაც ძალიან საინტერესო ობიექტია მაგის გამო და არ არის საჭირო რომ რაღაც ხომალდი იყოს და ასე შემდეგ. პირველებს ჩვენ გაგვიხარდებოდა ეგეთი რაღაც რო იყოს, მაგრამ არ არის ეგ და ანუ არ აკნინებს რა, ანუ მართლა საინტერესო ობიექტია ძალიან და ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოკვლევა და. ხო, აი მაგაზე მაინტერესებს, ანუ მიმართულებაზე რა ვიცით რა, ანუ როგორ მიმართულება. ახლა ბოლოს რაც ვნახე, იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს ჩაუარა და ნელ-ნელა უკვე მიდის მზის სისტემიდან. მაგრამ ჩვენი მზის სისტემა რეალურად ისეთი პატარა არ არის, როგორც წარმოგვიდგენია. ამიტომ დაჭირდება რაღაც დრო, რომ წავიდეს, ანუ რომ საბოლოოდ გავწიოს ჯერჯერობით აქ არის. ხო. სხვა შორის იგივე მარტო იმაზე რამდენი რაღაც არის შესწავლი კოსმოსში, ხო, იგივე ჩვენი მზის სისტემის მომენტიც რო აიღო. წელს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, ხო? ანუ საკუთარივე სისტემაში ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც გამოსაკვლევია. მაგალითად იყო რომ რაღაც ჯუჯა პლანეტები აღმოაჩინეთ, ხო, ჩვენს სისტემაში. ჯუჯა პლანეტები აღმოაჩინეთ. იყო კიდე მთვარეები, ან თანამგზავრები, რომელიც ძალიან ბევრი თანამგზავრი დააფიქსირეს. იუპიტერის და სატურნის და მე მგონი ურანი შეგვიძლია. ურანის კი, აი მაგ სამის გარშემო. ეს სამი პლანეტა არის ზომით ძალიან დიდი. იუპიტერი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდია. აირის გიგანტს ეძახიან მაგის გამო. და ეგ ნიშნავს, რომ მასიურები არის სამივე და გრავიტაცია აქვს ძალიან ძლიერი. და ეგ ნიშნავს თავისთავად, რომ ძალიან ბევრ ობიექტს იზიდავს. ზოგ შემთხვევაში ადრეულ პერიოდში, თქვათ, შეიძლება დიდი ზომის ციური სხეული იყო მათ გარშემო და დაიშალა და მე ეს ობიექტები, პატარა ფრაგმენტები მიიზიდა. ან უბრალოდ ასტეროიდები და სხვა ასეთი ობიექტები მიიზიდა და ჩაიჭირა გრავიტაციულად და უკვე ასობით თანამგზავრი მოძრაობს, განსაკუთრებით სატურნის გარშემო სხვათა შორის და არა იუპიტერის. უფრო მეტი სატურნის გარშემო. ხო, სატურნის გარშემო უფრო მეტი აღმოჩნდა. ჯერჯერობით. ან საინტერესოა, იმიტომ რომ რეალურად ეგ მთვარეები, ანუ ეგ თანამგზავრები პოტენციალს ატარებენ იმის, რომ იყოს რაღაცა ფორმის სიცოცხლე, თუ რაღაცა ფორმის დედამიწის გარდა. ნუ ახლა რა რომელი თანამგზავრებიც აღმოაჩინეს, ისინი ძალიან პატარებია და არა, მაგრამ ხო ეს შედარებით იუპიტერის და სატურნის გარშემო ევროპა მაგალითად ყინულოვანი თანამგზავრები რაც არის, ზოგიერთის მაგალითად ყინულის დაბლა დადასტურებულია, რომ არის ოკეანე. ხო, თხევადთან და ერთ-ერთი სიცოცხლის ძიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კანდიდატები არის თან ზუსტად ეგ თანამგზავრები და არა თვითონ პლანეტები. ხა იუპიტერზე ვერ იარსებობს სიცოცხლე თავისთავად, ხო? ყოველ შემთხვევაში ჩვენაც წარმოდგენილობა სიცოცხლეზე ეგეთი ნამდვილად ვერ იარსებობს და ნუ არც მგონი ახლა ვერც ხვანაირი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ალბათ თეორიულად სიცოცხლე ნახშირბაძე არ იყოს მხოლოდ დაფუძნებული, ხო? ნუ ბევრი ასტრონომი მაგას ამბობს ხოლმე. რაღაც სხვა ფორმის შეიძლება იყოს, რომ სიცოცხლე არის carbon based, ხო? ნახშირბაძე და რაღაც სხვანაირი იმაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული, მაგრამ იუპიტერის მსგავს ექსტრემალურ გარემოში, ნუ სიცოცხლე სულ სხვა რაღაცაზე იყოს, მაინც რაღაც ნაკლებად წარმოსადგენია. თუმცა სხვა შორის ჰერბერტ უელსს აქვს ერთ-ერთი ნაწარმოები არის, მაშინ ხა სისტემას ეხაც ჩვენ კიდე ბოლომდე არ ვიცნობთ, მაშინ რა თქმა უნდა კიდევ ნაკლებად იცნობდნენ და თუ არ ვწდები ჰერბერტ უელსის ერთ-ერთი ნაწარმოებში არის, სადაც იუპიტერზე არის სიცოცხლე. და ძალიან ისე. და როგორი ნუ აი რაღაც ძალიან უცნაური სიცოცხლის ფორმებია. როგორც ვთქვი, იცოდა უკვე ამ ჰერბერტ უელსს რაღაც ინფორმაცია სავარაუდოდ უკვე ქონდა, დაახლოებით წარმოდგენა ქონდათ, როგორ იყო, იმიტომ რომ როგორც მახსოვს ამ ნაწარმში მოთხრობა არის, მე მგონი, ძალიან ექსტრემალურ ფორმებში არსებობს ეს სიცოცხლე რა, რაღაც აი ჟელატინის ფორმის რაღაცები არის, რომლებიც თან იბერებიან. და ესე ცოცხლობ. ხო, იმიტომ რომ აირში, ანუ ზედაპირზე ვერ შედასწრებს. ხო, ამიტომ რაღაც ნუ წარმოდგენის დონეზე შეგვიძლია. მაგრამ ხო, ყველაზე რეალურად საინტერესო ეგ არის, რომ ხო, ამ თანამგზავრებს არა ის, რომელიც ახლა აღმოაჩენთ, მაგრამ ეს ევროპა და ასე შემდეგ შეიძლება იყოს რაღაც სიცოცხლის მასპინძელი და არა მარსი, ხო? თუმცა მარსზე ქონა ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა და რომ სიცოცხლეზე რო ვლაპარაკობთ, მახსენდება ბოლო აღმოჩენები, რომელიც NASA გამოვიდა და თქვა, რომ სიცოცხლის კვალს მივაგენითო, ხო?
აქაც ცოტა რაღაც არევები მოხდა, თითქოს იყო საუბარი ეხლანდელ სიცოცხლეზე, თუმცა როგორც ვიცი, იქ არის საუბარი კვალზე, ანუ დატოვებულ კვალზე სიცოცხლის და არა ის, რომ აი ეხა ამ წამს იქ რაღაც ხდება კიდე, ხო? კვალზე იყო საუბარი, არ ვიცი, მარსზე ზოგადად ვიცით დადასტურებულია, რომ თხევადი წყალი არსებობდა. და ეხაც არის რაღაც კვლევები. და ახლაც ხო შეიძლება რომ ზედაპირის ქვეშ რაღაც საკმაოდ დამაჯერებელ კვალს მიაგნეს და გამორიცხული არ არის. ანუ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მარსზე არათუ წყალი იყო, ატმოსფეროც სქელი ჰქონდა, ახლა როგორიც არის, ისეთი არა. მერე ატმოსფეროც გაიჟანა, წყალის აორთქლდა და ისეთი გახდა, როგორიც ახლა არის, მაგრამ აი NASA-ს განცხადებას რაც შეეხება, ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არის კრატერი ეზერო, სადაც ადრე იყო ტბა და მანდვე იყო მდინარის დელტა და მაგას იკვლევს NASA-ს მარსმავალი არის პერსევერანსი. და მაგან აღმოაჩინა მაგ კრატერში ძალიან საინტერესო ადგილი, ქვა, სადაც იყო ლაქები. ფერადი ლაქები და ეს ლაქები შეიძლება რომ მიკროორგანიზმების მიერ იყოს დატოვებული. და სადაც ეს ქვა არის, იქ დანალექი ქანები, როცა შეისწავლეს, შლამი და თიხები იყო და ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც, თქვათ, დედამიწაზე მიკროორგანიზმები იყენებენ ცხოველქმედებისას რა და ამ ორი რაღაცის თანაარსებობა ნიშნავს, რომ შეიძლება მართლა იქ რაღაცა არსებობდა. მეორე საკითხი ის არის, რომ ამას აბიოტური პროცესებიც იწვევს, ანუ თქვათ გეოლოგიური პროცესები, ქიმიური პროცესები, მაგრამ მთელი 1 წლის განმავლობაში კვლევამ ეგეთი ვერაფერი ვერ დაადასტურა მარსზე. ამიტომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ამჯერად ჩვენ გვგონია, რომ ეს არის შესაძლო კვალი სიცოცხლის, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა კვლევა გრძელდება და შეიძლება რაღაც ისეთი პროცესები გამოავლინონ, რაც სხვა თეორიას გვთავაზობს და სხვანაირად ხსნის მაგ ამბავს. არ ვიცი თუ გახსოვს ასეთი ამბავი იყო დაახლოებით ვენერას შემთხვევაში რამდენიმე წლის წინ. ატმოსფეროში აღმოაჩინეს რაღაცნაირთი, რომელსაც აი ასევე დედამიწაზე მიკროორგანიზმები წარმოქმნიან და აქედან გაჩნდა ესეთი ჰიპოთეზა, რომ ვენერას ატმოსფეროში შეიძლება მიკროორგანიზმები ცოცხლობდნენ. ახლაც? ანუ და მერე უარყვეს ეგ თეორია, ეგ ჰიპოთეზა უბრალოდ. არ ვიცი მარსის შემთხვევაში როგორ მოხდება, უფრო მგონია, რომ მარსზე ბევრად დიდი შანსია, რომ მართლა მივაკვლიოთ ეგეთ რაღაცას. ვენერა ცოტა ასოცირდება ჩემთვისაც. ვენერას აქვს ძალიან სქელი და ისეთი ნივთიერებებით სავსე ატმოსფერო, რომელშიც შეუძლებელია, რომ ანუ კოსმოსური ხომალდების სვერ ახერხებს, რომ ისე შეისწავლოს. და სხვათა შორის ახლა გამახსენდა, რომ ვენერას გარშემო აღარ ყავს ხომალდი. ერთი შარშან დავკარგეთ უკვე შარშან. უკვე შარშან ხო წელს ეძახება ის. ვეღარ იკვლევს ვერაფერი ჩვენს ვენერას. მე ის გამახსენდა საბჭოთა კავშირის კოსმოსური ზონდი რო ჩამოვარდა წელს. ვენერას ზონდი იყო, ვენერაზე უნდა ხო. ვენერაზე საუკუნე რა იყო ჩვენ ატმოსფეროში და წელს რო დაგვეცა მაინც და მაინც. ანუ თან ისეთი ნივთიერებებით იყო დამზადებული, რომ ვენერას ატმოსფეროსთვის უნდა გაეძლო და ამიტომ იყო უფრო მეტი რისკი იმის, რომ თერიც შემოვიდა და ჩვენ ატმოსფეროშიც და არ დაიშლებოდა და ზუსტად არ ვიცი ეგ რამდენად მოხდა, მაგრამ ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა სადღაც. ხო, მთავარი რომ არავინ არ დაზარალებულა, ხო, რაღაც ბოლოს ტიტრებით გამოდის ხოლმე. ეგეთი არაფერი მახსენდება, რომ ვინმე დაზარალებული იყო სხვათა შორის. რა მსგავსი ჩამოვარდნის შემთხვევაში. აი ჩინური რაკეტის ნაწილი რო ჩამოვარდა, ეგ გამახსენდა ახლა, მაგრამ ისეთ ადგილას და სადაც ადამიანი არ დაზიანებულა. ხო, მეც მახსოვს რაღაც შემთხვევები, რაც ნექსტში ვართ, რომ რაღაც მოლოდინები იყო ხომ რაღაც ცეთი რო. ეგ კი არის სხვათა შორის ახლა გამახსენდა, რომ აი მეტეორიტი, ჩამოვარდნილი მეტეორიტი ადამიანს ერთხელ დაეცა მარტო. აი დოკუმენტირებულ ისტორიაში ერთ ქალს დაეცა მეტეორიტი მარტო. მე მახსოვს თითქოს რაღაც დავწერეთ, ესე 3 წლის წინ ალბათ სახლში ჩამოვარდა თუ არ ვცდები. ეგ იყო თუ არა, არ მახსოვს. სახლში ჩამოვარდა, ხო, ეხლა მახსენდა. ხო, შეიძლება, მაგრამ გონი უფრო ადრე იყო ეგ. ის გონი უბრალოდ სახლში ჩამოვარდა, თორე აი ეს უშუალოდ ადამიანის აი უშუალოდ ადამიანის დაზიანების შემთხვევა ერთი იყო მხოლოდ ისტორიაში.
ხო, არ ვიცი. აი ხა მარიამ რას თქვა, ეგ თითქოს გამახსენდა. რაღაც გარეკანის მახსოვს თითქოს, მაგრამ სახლ შენობაზე იყო გადაღებული ფოტო, მაგრამ ეს ხო, აი 1954 წელს მომხდარა, ენ ჰოჯესი ყოფილა ალაბამაში ცხოვრები. ხო, პირველი ადამიანი არის, რომელსაც დაეცა და გადარჩა. გადარჩა. ვაუ. წელს დაგვიწერია სხვათა შორის. მართლა? ვა, ხედა. ხო, არა, ძალიან ეგ. ხო, ნუ მარსის ამბავზე კიდე იყო იქ რაღაც პატარა აღმოჩენები, რომლებიც ასევე საყურადღებო იყო, მათ შორის ის, რომ კვალს მიაგნეს კიდე ერთხელ ვამფრენს ხევადი წყლის, რომელიც შეიძლება იყოს კიდე სიღრმეში. ეგ ძალიან საინტერესოა, რატო ხო? იმიტომ რომ თუ მომავალში მოხდება მარსის კოლონიზაცია, შესაძლებელი იქნება, რომ იქიდან ამოვიღოთ რაღაცა რესურსები, ხო? ზოგადად ეს მარსის ამბავის ფენომენი ძალიან ისეთია რა, რაღაცა როგორ თქვა. ცოტა სევდიანი, იმიტომ რომ დავიწყო აი ძველი სამეცნიერო ფანტასტიკით დაწყებული, ყველას იმედი ქონდა რომ მარსზე არის სიცოცხლე გინდა თუ არა და ისევე ჰერბერტ უელსი რო თქვი, საერთოდ მარსელების შემოსევებს და რაღაცებზე წერდა. ფილმებიც კი არის მერე გადაღებული, მაგრამ ნუ ვიცით რომ ცივილიზაცია და მსგავსი რაღაცები ვერ იქნება, არ არის, მაგრამ ნუ აი ხა მიკრობულ სიცოცხლეს ვეძებთ და ნუ ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს სინამდვილეში, ანუ სიმბოლურად ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ აღმოვაჩინოთ რომ მარტო არ ვართ, ხო, რაღაც სამყაროში, იმიტომ რომ თითქოს ყველაფერი ახლა დედამიწის გარშემო ბრუნავს მაინც. იმიტომ რომ ის სიცოცხლის ფორმა რაც არსებობს, მხოლოდ დედამიწაზე ვიცით ჯერ და მიკრობული რაღაც აღმოჩენა ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლიდა. სხვა მხრივ რაღაც აი მისიებზე ხო არ ვისაუბროთ, რაღაცები რაც გახსენდება, რაც შენ ყურადღება მიიქცია. ან შეიძლება გინდას რაღაც ყველაზე შორეული გალაქტიკები და შავხროლებზეც შეგვიძლია გადავიდეთ, როგორ გიჩვენე. მისიებიდან შარშანდელი არა, მაგრამ აი წლევანდელი რაც იგეგმება, ეგ გამახსენდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არტემის 2 იგეგმება თებერვალში, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდება და აღარ გადადებენ, იმიტომ რომ რაკეტაც უკვე მზად არის, ორიონის მოდულის უკვე მზად არის და ასტრონავტების უკვე მზად არიან, მაგრამ არტემის 2-ის შემთხვევაში მთვარეზე არ დაეშვებიან, გარშემო შემოუვლიან, მაგრამ ყველაზე შორს სწავლენ მთვარის მიღმა, სადამდე აქამდე ადამიანი ყოფილა, ხო, ანუ რაღაც რეკორდს დაამყარებენ მაგ კუთხით. 10 დღიანი მისია იქნება და 10 დღეში უკვე დაბრუნდებიან. და ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი მისია უკვე არტემის 3-ისთვის, რომელიც 2027 წელს იგეგმება, თუ რა თქმა უნდა, ილონ მასკის სტარშიპი იქამდე თუ მასკს არ ჩამოეძინება, ხო? კი. ხო, ეს ძალიან საინტერესო არის, ანუ რეალურად ახლა როგორც შენ თქვი, ანუ გადის ორბიტაზე, ხო? და იქ განთავსდება, იქ ცოტა ხანი დაყოფს და უკან ბრუნდება მე, ხო? ორბიტაზე არა, შემოუვლის მთვარეს. მე უკან დაბრუნდება. ორბიტაზეს არ თავსდებიან, ანუ. უბრალოდ წესად. ორბიტაზე არა, ხო? 10 დღეში ფიზიკურად ვერ მოესწრება მაგდენი რაღაც ორბიტაზე შესვლას და იქ ბეზერმეტად ბევრი რაღაც მომიდის, ხო? ხო, არა, ძალიან კაია ეგ. ეგ სამომავლოდ უკვე. და ნუ ეგეც არის, ხო, რომ ეხ შემდეგ უნდა გამოიყენონ სტარშიპი, როგორც ვიცი, და ამჯერად არ იყენებენ ამ სტარშიპს. ხო, ამჯერად Space Launch Systems იყენებენ და ორიონის, ხო, სტარშიპს ის გამოარჩევს, რომ მრავალჯერადი გამოყენების არის და ასეთი მისიებისთვის ძალიან გამოსადეგია ბიუჯეტურადაც, ტექნიკურადაც და ასე შემდეგ. და არ ვიცი, ბოლო ფრენის დროს სტარშიპი არაფეთქებულა რაც ცოტა იმედის მომცემი არის, მაგრამ 2027 წლისთვის რამდენად მოესწრება სრულყოფა, ცოტა ეჭვი მეპარება. ხო, მასკს ახასიათებს ზოგადად. ხო, ესეთი არის წინასწარ უყვარს გეგმების გაჟღერება, რომელიც როგორც წესი ვერ ესწრება ხოლმე. არქივები რომ ნახოთ, ძველი მასკის ძველი განცხადებები არსებობს, სადაც თუ არ ვწდები, იმედი არ ვაბრალებ ხა, რომ სადღაც 30-იან წლებში უკვე მარსის კოლონიზაციას აპირებდა და ახლა აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხო. ჯერ მთვარე არის პირველი გაჩერება, მთვარე განიხილება და მე უკვე მარსზე ბევრად უფრო რთული მისიის განხორციელება მოგვიწევს ეკიპაჟიანის, იმიტომ რომ წარმოვიდგინე ხა მთვარე ჩვენი თანამგზავრია, ხო, ბევრად ახლოს არის. მარსი ძალიან შორს არის რესურსებიც ძნელი არის იქ, რომ საკმაოდ ბევრი გჭირდება ადამიანები, რამდენი ხანი უნდა გააგზავნო მარსზე, თუნდაც პირველი მისიის დროს. დიდი ხანი დაგჭირდება, იმ 10 დღე არ გვეყოფა მარსისთვის.
სანამ ბაზას შევქმნით და უკვე ბაზას როცა შევქმნით, მაშინ მასკს წარმოუდგენია, რომ რამდენიმე ასობით სტარშიპი მოემსახურება ამ ბაზას და ეს ფრენებით სულ ხშირად შედგება და ასე შემდეგ. ძალიან დიდხანს გაგრძელდება თვითონ მარსამდე რომ მივიდეს დღევანდელი თანამედროვე რაკეტა spaceship-ი ძალიან დიდხანს მოუნდება იქ და ხო ძალიან ისეთი. მე ვფიქრობ რომ მაქსიმალური რაც შეიძლება ითქვას არის რომ უბრალოდ ერთ მისიას მოვესწროთ ჩვენი თაობა რომ ადამიანი გავაგზავნოთ იქნებ მარსამდე და რა თქმა უნდა იმას მე წარმომიდგენია უფრო როგორც არტემის 2 გეგმება ორბიტაზე შემოუაროს და მე დაბრუნდეს შეიძლება უფრო მეტად მაგისი შანსია ვიდრე იმის რომ რაღაც მაგის შანსიც არ ვიცი რამდენად ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში თან მან რა არის ხო ეხა რეალურად მაშინ თვარზე რომ მოხდა დაждომა პირველად 60 წლების ბოლოს ხო მანდ იყო ის რომ ცივი ომის პერიოდი იყო ეს კონკურენცია იყო და ეგ წყვეტდა ძალიან ბევრ რაღაცას და ეხა ამ წამს შევდივართ რაღაცა ცივი ომის პერიოდში იმიტომ რომ ჩინეთი ძალიან ვითარდება ხო წელს იყო სხვათა შორის მრავალჯერადი გამოყენებს რაკეტის გაშვებას ცადეს თუ არ ვცდები აუფეთქდათ მალევე მაგრამ ცადეს ანუ ეგ იმაშინოს რომ ჩინეთი ცდილობს რომ უკვე მრავალჯერადი რაკეტები მაგას უკვე ნასაც აღიარებს და ცივი ომი მიმდინარეობს ახლაც მაგათ შორის ჩინეთი სერიოზულად იპყრობს კოსმოსის ინდუსტრიას მართლა პრივილეგია არის თვითონ სახელმწიფოსთვის ბიუჯეტურადაც განსაზღვრულია და საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი და კარგადაც გამოსდით დასამალი არაფერია მაგაში ბევრ რაღაცაში NASA-ზე უკეთ გამოსდით უკვე რაღაც მისიების განხორციელება. ბოლო-ბოლო ჩვენს ორბიტაზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისი კოსმოსური სადგური აქვს. სხვას ეგეთი რაღაც ჯერ არ გაუკეთებია და არა იმ საუბრებში მithქვამს რა მე რომ მე next-ში დავიწყე მუშაობა ხო რა ალბათ რა ვიცი აღარც მახსენამდე იხსენ ალბათ 4 წლის წინ ხო თვითონ აი კვლევებს რო ვეხებოდით ხოლმე უცხოურს რა მაშინ რა ხდებოდა აი რავი მართლა 1-2% მე ხვდებოდა ხოლმე რომ რაღაც ჩინეთში ეს მოხდა ის მოხდა ეხა ეს პროცენტი 1% ბევრად გაზრდილია ხო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც მარტო კოსმოსი ხო არ არის აი DeepSeek-ი რო გამოუშვეს მაგალითად ძალიან დიდი ამბავი იყო და მე კონკურენციის ისიც ჩნდება ხოლმე რომ აი ერთი ძლიერი მოდელი რო ეშვება მე OpenAI-ში უკვე გაჩნდა ის ნახე რომ აი რაღაც უკეთესი უნდა გავაკეთოთ და მე უკვე GPT-5.0 მოდელიც გამოვიდა და სხვა შორის ანუ რაღაც ადამიანებში ისეთი მოლოდინი არის ხოლმე რომ თან ისინი გვირდებიან რომ აი ძალიან მაგარი უნდა იყოს უჭკვიანესი უნდა იყოს პროფესორის დონის უნდა იყოს ხო ეგრეთ ყვა ხო ალტმანმა მე უკვე მომხმარებლებში დაიწყო ისეთი რაღაცები რომ ელემენტარული რაღაცები ეშლებოდა ან ასოები ეშლებოდა რაღაცებში მარტივი კითხვები და რაღაც ეგეთი მომენტები არის ხოლმე როცა ახალ მოდელს უშვებენ რომ შეცდომებიც უფრო მეტი არის და სხვა შორის OpenAI-ის იმაშიც ადანაშაულებენ სავით რომ აი რესურსების შემცირებას უფრო ცდილობდაო თითქოს ვიდრე რაღაცის გაუმჯობესებასო და ისიც იყო ძალიან დიდი სიახლე რომ თავისით გვირჩევს რაღაც კითხვაზე რომელი მოდელი გამოიყენოს რომ უფრო ღრმა ფიქრისთვის გამოიყენოს მოდელი თუ უფრო მარტივი კითხვებისთვის და რესურსების დაზოგვის კუთხით შეიძლება იყოს ეგ ნაბიჯს გადადგმული ხო აი შენ რო თქვი ეს ალტმანის ამბავი რა ალტმანმა თქვა უფრო სწორად რომ რაღაც პროფესორ შეადარა ხო და ეს 5 GPT-5-ია ხო საუბარი და აი ეგ მაინტერესა შენ დაკვირვებით რა სატყობ რა ანუ გძნობ რეალურად სხვაობას აი თავიდან იგრძნობა ხოლმე სხვაობა როცა რაღაცები იცვლება რა აი მაგალითად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მნიშვნელობა რომ და რაღაც პერიოდის განმავლობაში რომ ძალიან ბევრი ადამიანი ალაპარაკდა მაგას რა აი ყველაფერს გიწონებს რა და მე ჩემჩნევია სხვათა შორის რომ ისეთი რაღაც მოუწონებია რაც ძალიან რაღაც მაერორებ და მეც რომ ვერ ხვდები რომ რა გინდა ჩემთვის ცუდი გინდა რატო იცოდე და მე გავიგე რომ თუნმე რაღაც მოდელი შეიცვალა და მაგიტო ხდებოდა ყველაფერი ხო და ნუ რეალურად ანუ ეგ მოდელთან იყო დაკავშირებული ეს მოდელის ცვლილებასთან არის ხოლმე დაკავშირებული ანუ როცა რაღაც ცვლილება შეაქვს და მე დროთა განმავლობაში შედარებით მცირდება ეს შეცდომებიც როგორც ხვდები იმიტომ რომ ალბათ შევამჩნევდით რომ გრძელდებოდეს ეგ ისე ძალიან საინტერესო არის ჩინეთის კონკურენციის გარდა თვითონ შიდა კონკურენციაც არის უკვე ხო სერიოზული ხელოვნური ინტელექტის მიმართ გულისხმობ Gemini-ის გააქტიურებას აქეთ OpenAI და ანუ Gemini-ის აქვს რაღაცეები ხო ბოლო Google-ის არის ხო ეს კომპანია და აქვს თავისი ბენეფიტები რომელიც შეუძლიათ უფრო ალბათ გამოიყენო აი მაგ მხრივ როგორ უყურებ შენ ან Gemini-ის განვითარებას წელს როგორ დააკვირდი ბევრი ჩემი ნაცნობი ამბობს მაგალითად რომ
პირობითად ქართულად წელსო Gemini-სთან უფრო თავისუფლად ვლაპარაკობდი, უფრო ნაკლებ შესწავლას. მეც ანალოგიურად Gemini უფრო აიცი რა არის ტექსტები შეიძლება ტექსტების წერა GPT-ს უფრო კარგად გამოსდის, მაგრამ Gemini ესე პასუხებს და უფრო ისე პასუხობს, როგორც ზრდასრული, თანასწორი რაღაც ადამიანი, რომელსაც ბევრი რაღაც იცის და არ ვიცი მარიამ შენი გამოცდილება როგორია. სამომხმარებლო ამბავში რა გითხრა, კოდირების კუთხით უფრო წინ არის წასული Gemini როგორც ვიცი, ხო. მაგრამ აი რა ვიცი, წერის კუთხით აი მაგალითად ChatGPT უფრო მეხმარება ხოლმე და Claude არის სხვათა შორის ძალიან კარგი, რომ რაღაც ძალიან დიდი ტექსტი რო ჩავგდა, ბევრად უკეთა აჯამებს და ქართულად სხვათა შორის რა, ქართულად ეგ არ გამომიყენებია სხვათა შორის არასდროს. კარგია ძალიან. ქართულად ბევრად უკეთრება ვიდრე ChatGPT და უფრო ადეკვატური მეჩვენება ხოლმე რა. და აი შენ რო თქვი რომ სერიოზულად პასუხობს, ChatGPT-შიც ხო არის ის რაღაც personality რო დაუმატეს რა, რამდენიმე რომ შეიძლება რაღაც უფრო სერიოზული გახადო და ეს მლიქვნელობაც რაღაცნაირად დაარეგულირა. აი პრომპტინგის ამბავიც არის, რომ შეგიძლია უთხრა, რომ აი გამაკრიტიკე და მითხარი მაგალითად რა პრობლემაა ჩემს მსჯელობაში და სხვათა შორის მაგას რო უთითებ ხოლმე შვება მე. ხო, მაგრამ იცი, აი მე მაგალითად ეგ ყველაფერი მეზარება, ანუ მინდა რომ პირდაპირ მორგებული იყოს ჩემზე და აი ეს რაღაც იცი, ძალიან კარგი კითხვაა ეგ რაღაც დებილობას რო ეკითხები. სხვათა შორის იმახსოვრებს რაღაცებს. ხო. ბევრ ამას იმახსოვრებს და ეგეთი მიდგომაც აქვს, რომ აი მაგალითად მეუბნება ხოლმე, რომ შენ უფრო დეტალურად გპასუხობ, იმიტომ რომ დეტალურად ვინტერესდები ხოლმე და არ ვიცი ეგეც მლიქვნელობის ნაწილია თუ არა, მაგრამ თვითონაც მაგერგება ხო? სხვათა შორის ეს მლიქვნელობის მომენტი მე პირად მაგიზიანებს რა. მე არ თავიდან არ ვიცი, არ მახსოვს. თავიდან ცოტა აი კონტაქტში შემოვიდა ვიღაც ტიპი, ეგ მომწონდა, მაგრამ ეხა მაგიზიანებს, მაგრამ აი მამაჩემს რო აკვირდები მაგალითად რა. მამაჩემი მაგალითად ანუ OpenAI-ზე არის დამოკიდებული. ეხა მართლა არაფერს ესე არ იყენებს, როგორც OpenAI-ის. ყველაზე, რა ვიცი, ფასიანი პაკეტი აქვს, ჩვეულებრივი ხდის ამაში, ყოველდღე რაღაც ვიზუალებს აკეთებინებს, ილუსტრაციებს აკეთებინებს და ეს ელაპარაკება სოსო პაპათი რა. აიმე. ანუ იმდენად ცოტა არ ვიცი კრინჯია თუ რა არის. მამაჩემი და სწორავს მე მამაჩემი ამებს. რო აი სოსო პაპათი რო ანუ ძალიან მოწონს მაგალითად რა, მამაჩემს ეს რა. ხო და არ ვიცი თქო რა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ხა ეს, მაგრამ აი ფაქტია რომ მამაჩემზე ესე გაიყიდა კარგად რა. ეს ძალიან მოწონს რომ ყოველთვის დიალოგი მათი იწყება ესეთი რომ მამაჩემი რაღაც ეკითხება, ისევნება რომ ახლა გიპასუხებს სოსო პაპა და ნუ აი ძალიან პირად მოეხება და შეიძლება სინამდვილეში რაღაც მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც სინამდვილეში მუშაობს და ჩვენ ვერ ხვდებით თქო ისე კარგად რა. სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის რომ რაღაც ჩვენი ასისტენტი იყოს და ჩვენ გვასიამოვნოს რომ გავაგზავნოთ მაგის გამოყენება და შემოსავალი მიიღოს მერე კომპანიამ, ხო? და სხვათა შორის ეგ პრობლემური არის უფრო მოზარდების შემთხვევაში და მენტალური პრობლემების კონტექსტის შემთხვევაში. აი გაერთიანებულ სამეფოში ჩაატარეს კვლევა ამ წელს გამოქვეყნდა სხვათა შორის 9-დან სადღაც 17 წლამდე მოზარდებზე იყო ეს კვლევა ჩატარებული და აღმოაჩინეს რომ რაღაც დიდი ნაწილი იყენებდა ამ ჩატბოტებს და მათი ნაწილი კიდე ფიქრობდა რომ რაღაცა მეგობართან საუბარს გავდა რა და რაღაც 12% დაახლოებით მაგ ბავშვების იმით ასაბუთებდა ამას რომ რაღაც სხვა არავინ არ ყავდა დამლაპარაკებელი, ანუ შეიძლება მეგობრებს ანაცვლოდნენ ადამიანები ჩატბოტებით. ხო, მაქრო შენ ერთ სტატია დაწერე, ძალიან საინტერესო და ძალიან პოინტებად გქონდა ჩამოშლილი, ხო? რა სulis ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით წელს რა ვისწავლეთო და აი მაქედან რა შეგვიძლია რომ გაგვიზიარო. საინტერესო პოინტები რა იყო შენც ყველაზე მეტად, აი რა დავინახეთ ხელოვნურ. ყოველთვის ხედავთ, ხო? რეალურად ყოველ წელს რაღაც ახალს ხედავთ, რომ აი ვა, თურმე აი ეს შეიძლება შეცვალოს და აი ამ წელს რა იყო მაგ? აი რისკებზე და პოტენციალზე ვიგებთ ხოლმე მეტ რაღაცას რა. ბევრი კვლევა გამოქვეყნდა სხვათა შორის. აი აქტიურად ხო სადღაც 2022 წლიდან დავიწყეთ ამ სისტემების სარგებლობა და ნენელა უკვე გვემატება ეს კვლევებიც, რა აი სხვადასხვა კონტექსტში რა გავლენა შეიძლება გქონდეს ჩვენზე. რა აი მაგალითად გარემოზეც კი შეიძლება გქონდეს გავლენა, იმიტომ რომ ბევრი ნახშირორჟანგი გამოიყოფა და ასევე რაღაც მონაცემთა ცენტრები, რომლებიც არის, რომელსაც გაგნილება ჭირდება, ცალკე იმაზე ძალიან ბევრი წყალი იხარჯება და სხვათა შორის სემ ალტმანმა ისიც თქვა წელს, რომ რაღაცა თქვენი თავაზიანობა და მადლობა და ნახვამდის და ეგეთი რაღაცებიც კი ძალიან ბევრ შემოსავალს ართმევს. ძალიან ბევრი ფინანსური რესურსი უჯდებათ რა კომპანიებს ეგეთი რაღაცები რეალურად. ხო, ანუ თლად ჩვენ რო გქონია რაღაც ერთ-ორ სიტყვას მივიწევს, მაგრამ შეიძლება ეს საკმაოდ რაღაც თანხებთან იყოს დაკავშირებული და საბოლოოდ რესურსებთანაც, ხო, რომელიც რაღაც ხო. აი ფოტოების გენერირების ხელსაწყოები რო შემოდის ხოლმე და ჩვენ რო ვერთობით რეალურად იქ რაღაც ძალიან დიდი რესურსი. ხო, მაგაში.
კი. ხო, ეგ მაინტერესებს კიდე რა, მაგხრივაც აი ეს ნანო ბანანას ასეც ეძახიან, ხო? ეგეც რაღაცა Gemini-ის არის ეგეც და ცდილობს რომ უფრო და უფრო პოპულარული გახდეს. OpenAI-მ ჩაუშვა ბოლოს ეხა ახალი მოდელი, ხო? ეგეც კონკურენციის ამბავში უკვე. ხო, და აი ეგ როგორ არის? მაგხრივ თუ დაინახე წელს რამე სხვაობა განვითარება? ძალიან რთულია რომ რეალურისგან გაარჩიო. აი არ ვიცი შეხვდათ თუ არა, კურდღელი რომ ბატუტზე ხტუნოს ეგ ვიდეო. ამ მოდელს არ უკავშირდება ეგ, მაგრამ აი ვერ გავარჩიე რა მართლა ძალიან ბევრი ადამიანი. ეგ არ ვიცი, მაგრამ ბევრი ვიდეო უკვე მართლა ძალიან ძნელად გასარჩევია, აი ძალიან ძნელად. და ზახ საშიშია ცოტა. და თქვენ რას ფიქრობთ რეკლამებში როცა იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოებს? იმას რომ რესურსი დაზოგეს. და საკმარისი. აი, ჩემი მეგობარი მუშაობს სხვათა შორის, ეხა რეჟისორია პროფესიით და ესე შესთავ. რამდენიმე თვითონ გააკეთა რომ დააგენერირა ესეთი რამდენიმე ვიდეო, თვითონ აკეთებდა Instagram-ზე დებდა ხოლმე და რომელიღაც საერთოდ შორის კომპანია დაუკავშირდა ეხა. ალბათ ნაცნობებით არ ვიცი ზუსტად როგორ მოხდა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს და ეხა აქვს მაგ სამსახურია რა, ჩვეულებრივი, ეს პატარა ვიდეოებს აკეთებს ხელოვნური და ჩვეულებრივი მისი ანაზღაურების ხელფასის არის სამსახური და რა რომ მანახა, ანუ ძალიან მალე ქმნის, ანუ ერთი რაღაცა რეკლამა შეუძლია გაკეთოს ერთ დღეში. პრომპტი გჭირდება დალაგებული, გეგმაზომიერი და დანარჩენს ყველაფერს AI აკეთებს, რატომ ეს აი, სარგებლოზე კი ვამბობთ, რომ აი რეკლამაში მაგალითად რესურსი იზუგება, მაგრამ დეზინფორმაციის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი მადურო რა დააკავეს ამ ბოლო პერიოდში მაგალითად, მაგისი კადრებიც გავრცელდა ყალბი და ეგ კი არა და აი deepfake-ებშიც რა ხო იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და უკვე იმდენად არის დახვეწილი, რომ აი გულისცემა როგორიც აქვს ადამიანს, deepfake-ში შეიძლება რომ შენიშნო, რომ პულსიც ეგეთი აქვს რა რეალურად. როგორც აქვს ადამიანს, ხო და ანუ პულსსაც კი ვეღარ დაეყრდნობი, რომ გაარჩიო რეალურისგან. ეგ ყველა გამოხდა სხვა შორის წელს მაგაზე. მართლა? ხო. დავწერეთ. ხო, არა, მაგ ძალიან თან ხო არ რეალურად საშიში გამოდის, იმიტომ თან რას ვაკვირდება, იცი რომ აი იგივე Facebook-ს ეხა ჩემი ფრენდები, რომლებიც რა ვიცი ხა რაღაც ნუ ესე ასოცირებენ ხოლმე რა aging გამოდის, იმიტომ რომ რაღაც ასაკთან აკავშირებენ ხოლმე თითქოს აი რაღაც დიდ ასაკში მყოფ ადამიანებმა არიციან და მაგრამ ჩემი ასაკის ჩემზე პატარებს ძალიან ბევრი მართლა ვაკვირდები ხა რომ აზიარებს ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ თან რო ეთყობა ოღონდ თუ ეთყობა ის კი არა შეიძლება რომ ვერ გაარჩევდიო რო ეთყობა იმას ისიც კი ატყუებს ეგ შენთვის ეთყობა შეიძლება არ ვიცი რა აი კრიტიკული აზროვნების ამბავშიც ძალიან მნიშვნელოვანია აი რომ ამბობ ვერ არჩევენო რომ აი ბევრს აინტერესებს ხოლმე რა ტვინს ხო არ გვიზარმაცებს ერთ ხელსაწყოები და მაგაზე ჩატარდა კვლევების სხვათა შორის ამ წელს და კი მაგაზე ხო რომ ის ამბავია რომ კოგნიტიურ განტვირთვას უწოდებენ ხოლმე მაგას ანუ შენ მაგივრად როცა აკეთებს რაღაც საქმეს ან რაღაცის დახმარებით როცა აკეთებს საქმეს მე იმდენად აღარ ხარ ჩართული გონებრივად პროცესში რა და მე არც გამახსოვრდება რაღაცები აი ესეები დააწერინეს მაგალითად მონაწილეებს ერთი კვლევის ფარგლებში ერთი ჯგუფი იყენებდა ChatGPT-ს, ერთი Google-ის საძიებო სისტემას და ერთი ჯგუფი კიდე არაფერს არ იყენებდა საერთოდ რა და შემჩნიეს რომ ვინც იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს ზამავდნენ სხვათა შორის ელექტროენცეფალოგრამით პარალელურად ტვინებს ადამიანების რა და ნაკლებად იყო ჩართული ტვინი ნაკლებად იყო აქტიური პროცესში და სხვათა შორის იმის მერეც გრძელდებოდა რაც ანუ ხელახლად ცდილობდნენ რომ მე ყველაფრის გარეშე დაეწერათ ეს ესე რა და ანუ მაშინაც აღარ იყო ტვინი უკვე ჩართული იმდენად პროცესში, რამდენადაც ჩვეულებრივად არის ხოლმე ჩართული. ხო. ხო არა, ის არის რა, რეალურად ძალიან სწრაფად სulis რაღაცეებს და სulis პირდაპირ მნიშვნელობით იმას როგორ ფიქრობ ალბათ, ხო, უკვე ფაქტია რა. კი, და სხვათა შორის ნაწერებსაც ეტყობა და მასშტაბებს შეაფასებინეს თუ არ ვწდები ეგ ნაშრომი და რაღაცნაირი უსიცოცხლო ლექსიკა იყო, ან ზოგიერთი სიტყვა მეორდებოდა განსაკუთრებით ხშირად, აი აღწერითი სიტყვები რო არის ხოლმე რაღაც გრანდიოზულობას რო ანიჭებს თითქოს ყველაფერს, ეგეთი რაღაცები მეორდებოდა, ხო? ისე წელს რას ელოდები მაინც შენ ყველაზე მეტად რას ფიქრობ რომ შეიძლება კიდე დაიბუსტოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არ ვიცი თუ აი რამე ეგეთი მაგაზე არ მიფიქრე იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი რომ აღარაფერს აღარ ველოდები ხოლმე პირდაპირ ხდება უკვე რაღაცები მაგრამ მე მგონია რომ აი ხმოვანი საუბრის მიმართულებით შეიძლება განვითარდეს უკეთ აი ქართულ ენაზე მინდა რომ მოერგოს უფრო მეტად ჩვენს და აი სპეციალიზებული ხელსაწყოები რო იქნება ხოლმე მაგალითად რაღაც კონკრეტულ საკითხში დახმარების კუთხით თუნდაც აი ფსიქოთერაპევტი ბოტები რო იქნება ხოლმე აი მაგას ვუყურებ ცოტა ისე ეჭვის თვალით და
ძალიან ისე, იმიტომ რომ თან რისკები არსებობს და თან სარგებელიც არის პოტენციური იმ მხრივ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ეგ სერვისები მაინც და მაინც ხელმისაწვდომი და აი ექიმების ექიმ ხელსაწყოებზეც ეგრე ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რაღაცას ჩაუგდებ და დიაგნოზი გისვამს. დოქტორი AI ქვია თუ არ ვცდები, საქართველოში რაც იყენებენ ხოლმე რა. რა ანუ თან შენზე არის დამოკიდებული დიდწილად რას ეტყვი ინფორმაციის რა ნაწილს გაუზიარებ რას დააკვირდები ეგეც ხომ უნდა იცოდე რომ აი როგორ უნდა დაალაპარაკო ისე რომ გაქცე შესაბამისი პასუხი ამომწურავი და სწორი აი მაგალითად შეიძლება სთხოვო რომ გამომკითხე დეტალურად ყველაფერი რაც რელევანტურია და გამოგკითხავს და შენც უპასუხებ მაგრამ ეგ თუ არ მოგაფიქრდა რომ სთხოვო რომ დეტალურად გამოგკითხოს რაც ინფორმაციასაც მიაწვდი იმის საფუძველზე მოგცემს პასუხს ეგ და მე ეგ პასუხი შეიძლება არ იყოს ისეთი აი მაგალითად ბევრი შემთხვევა ვნახეთ როცა კაც სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა რაღაც მარილი ამოაღებინა რაციონიდან რა და სხვა მარილით ჩაუნაცვლა და მე რაღაც ფსიქოზური ეპიზოდი დაეწყო ამ ადამიანს საავადმყოფოში მოხდა რაღაც ნატრიუმის ბრომიდი იყო თუ არ ვცდები რასაც იღებდა რა ეგეთი სერიოზული ზიანი შეიძლება მოგვადგეს ჯანმრთელობაზე ეგეთი სამედიცინო რჩევების გამო ან შეიძლება საერთოდ არ მივიდეთ ექიმთან რაც გჭირდება გვეგონოს რომ რაღაც ესეთი ინფორმაცია მოგვაწოდა რაც ამომწურავია და რეალურად არ არის. თუ იმკურნალოთ რაღაცები ვქნათ. კი ამბობენ რომ პერსონალიზებულ რჩევებს აღარ ნაკლებად გასცემსო და მაგრამ რეალურად მაინც გასცემს და შეგიძლია რომ გამოსტყო. ისე მაგის მიღმა თვითონ მედიცინის მხრივ თუ შენიშნე რაღაცები რაც აი მნიშვნელოვანი იყო თვითონ ხელოვნური ინტელექტი. მე მარტო ახლა უარყოფითაზე ვილაპარაკე, მაგრამ კარგი რაღაცები ხდება ხოლმე. აი მაგალითად შენ დაწერე მე მგონი მაგაზე ქალმა აღმოაჩინა, რომ ChatGPT-თან საუბარმა უბიძგა შეემოწმებინა რაღაც კონკრეტული პარამეტრის ხოვში და მაგის მერე აღმოაჩინა, რომ მქონდა სიმსივნე და იმკურნალა და გადარჩა, როცა რეალურად სხვა ნაკლებად საშიშ დიაგნოზს უსვამდნენ და მისი მდგომარეობა მძიმდებოდა და სხვა შორის საქართველოშიც გავიგეთ ასეთი ამბავი, რომ თორმე ბავშვს ცისტური ფიბროზის დიაგნოზი ChatGPT-თან ლაპარაკის მერე უფრო დაუსვეს, ვიდრე მანამდე რაღაც 3 თვე აწვალეს მშობლები. ნიკო ბერდის ამბავი არის აქ. 3 თვე დადიოდნენ ექიმებში, არაფერი პასუხი არ ჰქონდათ დიაგნოზზე, ბავშვი მძიმდებოდა და მერე უბრალოდ chatbot-ს ელაპარაკებოდა მამამისი და აქედან გაიჟღერა ცისტურმა ფიბროზმა და მერე შეამოწმეს ეს ყველაფერი და ну, ეგ ცალკე ამბავია, როგორია მაგ დაავადებით ცხოვრება საქართველოში და ძალიან რთულია, მაგრამ ახლა უკვე იციან, როგორ უნდა მიუდგნენ ბავშვს და ხო. ისე ცალკე თვითონ მედიცინაშიც ბევრი რაღაცები იყო საინტერესო, მაგალითად ორგანოების გადენერგვის მიმართულებით იყო საინტერესო რაღაცები. თუ გახსოვთ რაღაცეთი სანამ მაგაზე გადავალთ, გამახსენდა ქალს რომ ამოუყანეს ტვინიდან საქართველოში ღორის სოლიტერი. შემაძრწუნებელი ვიდეო იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. ანუ მეცნიერულადაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ პირველი დადასტურებული შემთხვევა არის, როცა ბრტყელი ჭია ცოცხალი ბრტყელი ჭია აღმოაჩინეს ადამიანის ტვინშიო და საქართველოში მოხდა თან. რეცენზირებაც გაიარა მაგნაშრომი წელსვე გაიარა სხვა შორის და ეგ ნაშრომიც გამოქვეყნდა. მახსოვს, ხო. ცოტა შემზარავი კადრები იყო. კი. ცოტა არა ძალიან შემზარავი. რო დაუშვა რომ შეიძლება ეგეთი რაღაცა ტვინში იყოს. როგორც ვიცი, მაგ ქალს ეჭვი იყო, იკვლევდნენ სიმსივნეზე და აღმოჩნდა რომ ეს ჭია იყო. ეგონათ რომ ისევ სიმსივნე იყო და ამასაკვეთად უკეთებდნენ ოპერაციას, როცა ეგ შენიშნეს შეამჩნიეს სიმსივნე არ ქონია მაგ ადამიანს. და მე რაღაც ჭიის პარაზიტების პრეპარატებით გააგრძელეს მკურნალობა და ახლა არ ვიცი როგორია მდგომარეობა. ხო ის საქართველოს ამბავი რო ახსენეთ, წელს იყო ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები საქართველოში უშუალოდ, ხო, იქ იყო რაღაც არქეოლოგიური კვლევები იყო ძალიან საინტერესო. სენის კვლევებში იღებდნენ მონაწილეობას, ნეიტრინოს კვლევებშიც მიიღეს საქართველოს ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კვლევრები იყვნენ თუ არ მეშლება მაგაში როცა იღებდნენ მონაწილეობას და სხვა შორის გიორგი ქისტაური ყავდა, აქ პოდკასტში ყავდა ჩვენ Next პოდკასტში, რომელიც თვითონ უშუალოდ იყო ჩართული ამ ნეიტრინოების კვლევაში და ძალიან საინტერესო რაღაცები მომიყვა მაშინ და ძალიან კარგია რომ ქართველები დღეს ესეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან რაღაცაში იღებენ მონაწილეობას. ხო, რა შეგვიძლია ვთქვათ კონტექსტისთვის თვითონ ნეიტრინოს ვახსენოთ რა არის, ხო, ნეიტრინოა რაღაც ნაწილაკი, რაღაცა მოჩვენება ნაწილაკსაც ეძახიან, ხო, რომელსაც მისი ესე ვთქვათ ჩაჭერა სამყაროს, ანუ კოსმოსს ამ შემთხვევაში უჭირს და ძალიან შორიდან შეიძლება ნეიტრინო მოვიდეს და იქიდან მოიტანოს ინფორმაცია, ხო და
მათ შორის გრავიტაციული ტალღების და ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი კოსმოსური მოვლენების შესასწავლად არის მნიშვნელოვანი ნეიტრინო. ნეიტრინოს შესწავლა მის დაფიქსირებაა, ხო, ოღონდ ძალიან რთული, როგორც ვთქვი, კი, ძნელი არის. როგორც მახსოვს, მიწისქვეშა რაღაც დეტექტორები არის, ხო და როცა ხვდება დეტექტორს ეს ნაწილაკი, მაშინ შეიძლება რომ დავაფიქსიროთ და ეგ ძალიან იშვიათად არის შანსი, რომ ეგეთი რაღაც ჩაგივარდეს ეგეთი შემთხვევა ხელთ. თვითონ ეს გიორგი მეუბნებოდა, რომ ანუ მიუხედავად ამისა, ანუ შენს ხელშიც კი ყოველ წამს უამრავი ესეთ უამრავი ნეიტრინო გადის ჩვენს სხეულში, კი. თუმცა მის დასაფიქსირებლად გჭირდება, როგორც ჩვენ თქვი, ძალიან ღრმად ჩასვლა და იქ სპეციალური დეტექტორების დადგმა, რომელიც $200 მილიონი ღირებულების არის. ანუ ძალიან ძვირიანი ტექნოლოგიაა და შემდეგ უკვე ამ ტექნოლოგიის გამოყენების თუ დააფიქსირებ და აი თუ აფიქსირებ, მე უკვე ესეც რაღაც აღსანიშნავია, თუ ძალიან რთულია მიუხედავად ამისა და ულევი და უდიდესი მონაცემები იგზავნება აქედან ყოველწლიურად. Nature-ში გამოქვეყნდა, ეხლა რაზე ვსაუბრობ, ეს კვლევა 2025 წლის თებერვალში იყო და აი ამ კვლევაშიც ქართველებს აქვთ, ისე ვთქვათ, მონაწილეობა მიღებული და ალბათ რომ ვახსენეთ საქართველოს ამ ხრევადაც შეგვიძლია პოზიტიური კუთხითაც ვილაპარაკოთ. ხო, ეს საერთაშორისო თანამშრომლობა ახსენე და თვითონ საქართველოშიც აი არქეოლოგიის კუთხით მახსენდება შარშანდელი აღმოჩენები. აი მაგალითად ნეანდერტალის კბილი აღმოაჩინეს ბოლო 40 წელში პირველად. ეს არის დასრული ნეანდერტალის კბილი ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ეს არქეოლოგიური კვლევები და მგონია რომ ძალიან საინტერესო არის. ცუცხვათის მღვიმეში აღმოაჩინეს ეს ნიმუში და იქვე სხვათა შორის აღმოჩენილია ნაცეცხლურების, ანუ ნეანდერტალელების მიერ დანთებული ცეცხლის კვალი. რაც მგონია რომ ასევე ძალიან საინტერესო ამბავია. ასევე მახსენდება ოროზმანის აღმოჩენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ყბა აღმოაჩინეს. მარიამ, შენ დაწერე მაგაზე, ხო? ქანში იყო ჩაჭედილი ეს ყბა სხვათა შორის და საკმაოდ რთული ამოსაღები იყო. ის აღსანიშნავია, რომ ეს არქეოლოგები მუშაობენ, ანუ რაღაც ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, არც სახელმწიფო სექტორი არ უჭერს მხარს და აი წარმოუდგენელია, ხო, რომ ეს წმინდა ენთუზიაზმით ადამიანები ჩადიან, არქეოლოგიური სკოლა ფუნქციონირებს და მაგედან მიღებული შემოსავლით ხდება ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ ძალიან მინიმალური, მიზერული იქნება მაგისთვის. ხო, ნიკოლოზი ეკუთვნოდა სავარაუდოდ ეს ყბაც და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა და სჭირდებათ ამ ადამიანებს რესურსი მეტი რა. ხო, იმიტომ რომ რეალურად ეს ოროზმანი ხო რაღაც შედარებით ხო ბოლო წლებში გახდა ესეთი აქტუალური რა და აი ამ ცოტა დროში და იმ პატარა რაღაცა ლოკაციაში რომელიც ჩვენ გვინახავს კიდევაც ნამყოფი ვართ ჩასულები ვიყავით იქ და ეს ძეგლი სადაც არის ძალიან პატარა არის და იმ პატარა ადგილში იპოვეს ამდენი რაღაცა რა. და წარმოგიდგენია კიდევ რა შეიძლება იყოს და მაგას ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად ჭირდება და იმედია რომ რა ვიცი ამ იმედია, იმიტომ რომ ნიკოლოზ წიქარიძე ყავდა რომელმაც თვითონ უკვე ნეანდერტალის კბილი რომელიც აღმოაჩინა და პოდკასტში ყავდა წელს ნიკოლოზიც და მან ისაუბრა თუ რამდენად მართლა მწირი არის რესურსები, ფინანსური და აქედან გამომდინარე შემდეგ თვითონ ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა უშუალოდ იმისთვის, რომ ერთია რომ აღმოაჩინო. ხო, როგორც ფიზიკურად არ გვაქვს ეს ტექნოლოგია, რომლითაც შევისწავლით კბილის გამოკვლევას და იქ ძალიან მცირე, ვთქვათ, ნაკაწრების და მცირე დეტალების შესწავლას, ისეთი ტექნოლოგია ჭირდება, რომ ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს ეგეთი და. ხო, იმიტომ რომ თვითონ ნიკოლოზის პოდკასტში მაგას ამბობდა, რომ ანუ თუ რაღაცა არისო, ესე ვთქვათ მართლა შეიძლება ითქვას ქვეყანამ რომ მეო რაღაც დამოუკიდებელია პირველ შერცის რომ როდესაც გააქვს საშუალება ამ შემთხვევაში საქართველოში არის ეს ნამარხები ეს ძეგლები ელემენტარულად უნდა შეგეძლოს რომ შენ თვითონ იკვლევდი ამას. რა თქმა უნდა საერთაშორისო კოლაბორაციები და საჭიროა ყველასთან თანამშრომლობს დღეს 21 საუკუნეში, მაგრამ ელემენტარულ დონეზე უნდა შეგეძლოს და ხო ეს სამწუხაროდ თან ისეთ ქვეყანაში სადაც ეს ზეზოას და ამზიას ნამარხები არის აღმოჩენილი, ანუ მართლა ძალიან მცირე ტერიტორია გვაქვს და ამ მცირე ტერიტორიაზე ამდენი ჰომინინის ნაშთის აღმოჩენა არ არის სახუმარო საკითხი და ყურადღება მისაქცევი მგონია რომ აი მართლა ფინანსები და ენთუზიაზმი არ აკლიათ ქართულ მეცნიერებს ერთადერთი აკლიათ ფინანსები და თუ ეგ მოგვარდება მგონია რომ უამრავი ძალიან ისეთი აღმოჩენის გაკეთება შეიძლება. ხო, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ ხოლმე რომ ცივილიზაციებს შორის გზაგასაყარი იყო ხოლმე საქართველოს ისტორიულ კონტექსტში. რეალურად ცივილიზაციების გაჩენამდეც გზაგასაყარი იყო საქართველოს, მაშინ როდესაც ეს ჰომინინები მათ შორის ჰომო ერექტუსი მაგალითად დაიძრა აფრიკიდან, ხო, ჩვენ ვიცით რომ ჰომო საპიენსიც უახლოეს კვლევით ესე ვიცით ყოველ შემთხვევაში დაიძრა აფრიკიდან პირველად
მათ შორის Homo erectus-ის დაიძრა აფრიკიდან და ერთ-ერთი რაღაცა გარდამავალი გზა იყო მაშინდელი, ანუ დღევანდელი საქართველოს ტერიტორია და ამიტომაც არის აქ მნიშვნელოვანი ნამარხები, რომელიც აუცილებლად შესაძლებელია, ხო და ეგ ხო ძალიან ბევრ რაღაცას გვეტყვის ზოგადად იმაში თუ როგორი ევოლუცია განიცადა ადამიანმა და ის რომ ვიცოდეთ, რა ვიცი, რა რეალობაში ვართ ან რა არის მომავალი, რაღაც ნოზე უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარმომავლობას, ამიტომ ეს რაღაც ალბათ მნიშვნელოვანია, ხო? არ ვიცი, შეგვიძლია ალბათ სხვადასხვა თემებსაც შევეხოთ. მე რაღაცა თავში რაც მეტრიალებს, მაგალითად არის იმპლანტების ფაქტორი, არ ვიცი, კვანტურ კომპიუტერებსაც შეგვიძლია შევეხოთ. რამ ხო არის ისეთი, რაზეც ვისაუბრეთ თქვენ თემებში, რაღაც გინდათ კიდევ დაამატოთ ან რაღაც სხვა სფერო ხო არის, რაც გირჩევნიათ რომ ვისაუბროთ ახლა. იმპლანტები მგონი საინტერესოა Neuralink-ს თუ ახსენებთ, იმიტომ რომ მე მახსენდება შარშანდელი ამბავი YouTube-ზე რომ თვითონ ატვირთა Neuralink-ის ერთ-ერთმა პაციენტმა თავისივე დამონტაჟებული ვიდეო. კი და ეგ იყო ხო პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პარალიზებულმა, სრულად პარალიზებულმა ადამიანმა შეძლო და დაამონტაჟა ესე თქვა და YouTube-ზე ატვირთა ვიდეო, ხო? ანუ კონტექსტისთვის, ანუ თუ ვინმე მარიცის რაზე საუბარია Neuralink-ზე კომპანიაზე, Elon Musk-ის მფლობელობაში, რომელიც არის და ეს კომპანია არის დაინტერესებული საქმიანობს იმას, რომ ჩატვირთოს ჩიპები ადამიანების ტვინში, ანუ და შესაბამისად პარალიზებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სხეულს ვერ მართავენ, მიეცეთ საშუალება, რომ რა ვიცი, კომუნიკაციაში შემოვიდნენ, ხო? მაგალითად, თავიანთი ფიქრი იქცეს მეტყოლებად, გამოძრავენ მომავალში შეიძლება რაღაცა კიდურები და ასე შემდეგ, ხო? სულ ყავდა თუ არ ვცდები 2025 წლამდე ყავდა 2 პაციენტი თუ არ ვცდები Neuralink-ს და მესამე პაციენტი ეს ადამიანი იყო, რომელიც შენახსენე, არა? მეტი ყავდა, 3-ზე მეტი ყავდა. 2020 ეს იყო მესამე პაციენტი. ხო. ეს იყო მესამე პაციენტი, მაგას მომავდი კი და 2025-ში დაემატა თქო უკვე შემდეგ ბევრი პაციენტი. ხო, სადღაც 15 თუ რაღაც დაემატა. მაგას მომავდი ეს კაცი იყო მესამე და შემდეგ ეს კაცი იყო მესამე, ხო. კი და შემდეგ უკვე დაემატა, სადღაც უკვე 15-მდე ყავს თუ არ ვწდები რა და მახსოვს მაშინ პირველი პაციენტიც რო გამოჩნდა იმ ადამიანის სახეც კი მახსოვს, რაც ვიდეო რო ითამაშა მე მგონი, ხო? მარიო ითამაშა როგორც ხო და პირველად რომ ნახე, ეგ იყო ჩემთვის რაღაც მართლა ანუ ესეთი რაღაცები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავიდან თუ გახსოვს აი ჩიპებზე და ახლაც ალბათ აი შეთქმულების თეორიები აქაც იმ კომენტის არ იყოს. ძალიან ეს ცუდად ჟღერს ბევრისთვის ჩიპები ზოგადად და მგონიათ რომ რაღაც ჩვენი გონების სამართავად შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს და რეალურად თუ ასეთი ტექნოლოგია მართლა დაინერგება, საკმაოდ დიდ ბიუჯეტთან იქნება დაკავშირებული და ესე პარალიზებულ პაციენტებზე გამოცდიან არა, შეიძენენ იმისთვის, რომ თავიანთი ცხოვრება უფრო უკეთესი გახადონ და ესე ნებაყოფლობით არავინ ჩაგიდგამს ესე კომპანია უბრალოდ არ გაანიავებს მაგ რესურსს. ასე რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს მაგ მხრივ. ხო, მით უმეტეს ძალიან რთულია, ხო, მსგავსი ჩიპების ჩანერგვა და ხო, საკმაოდ ინვაზიური პროცესია. რა თქმა უნდა, რაც ხო ართულებს პროცესებს, მაგრამ წელს იყო სხვათა შორის, ხო? ახლა გამახსენდა სხვათა შორის ჩაფხუტი რო დაამტკიცა FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ. რომელიც სახში შეიძლება რომ გამოიყენონ პაციენტებმა და ხო ეგეთი ინვაზიური. ანუ გამოყენება შეუძლიათ უკვე მაგას ნიშნავს, ხო? გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ეს, რა თქმა უნდა ჩვენამდე არ მოაქვს. ხაინდა თუ ძალიან ძვირი აღირება და არავის არ გვექნება ხოლმე სიტყვა, მაგრამ აი მედიკამენტების მიმართ რეზისტენტური დეპრესია ვისაც აქვს ან რაღაც სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია მედიკამენტებით ეფექტიანი მკურნალობა, შეუძლია რომ ჩაფხუტის გამოყენებით იმკურნალოს. ტვინის ელექტროსტიმულაციით მუშაობს ეს. ძალიან კაია, ხო, მახსოვს ეგ, даже ვიზუალურადაც მახსოვს როგორც იყო ეს ჩაფხუტის ვიზუალ. ეგ იყო წლის ბოლოსკენ სადღაც, დეკემბერში იყო თუ არ ვცდები. ხო და აი იმაზე რომ ვლაპარაკობთ, კიდე იყო ძალიან საინტერესო ერთ-ერთი კვლევის შედეგი დაიდო, მე მგონი, თვითონ ანუ ინვაზიური მეთოდი არ იყო საჭირო, ეს ჩიპის იმპლანტი უბრალოდ ჩაუსვეს ადამიანს ინექციით, არის თუ გახსოვთ, ინექცია გაუკეთეს ადამიანს და შესაბამისად შემდეგ ეს რაღაცნაირად მოხვდა მის ორგანიზმში ეს ინექციის შედეგად და შემდეგ ძალიან მიკრო დონეზე გადაიქცეს ჩიპები. და მომავალში მაგას ძალიან დიდი ესე ვთქვათ, შედეგი ექნება და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც დღეს საჭიროებს მსგავს ჩარევას, დახმარებას და კიდე მომავალში სავარაუდოდ შეიძლება მივიღოთ ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიებს მართავენ, ეგრეთ წოდებულ ტელეპათიურად, ხო?
ზოგადად ეგრე ხდება ხოლმე. აი რაღაცა ერთი არის, ოდესაც შეიძლება რაღაც ტექნოლოგია დაინერგოს იმის გამო, რომ ადამიანს ჯანმრთელობიდან გამომდინარე სჭირდება და მერე შეიძლება ეს დაინერგოს ზოგადად ყველასთვის და ამას მიეცეს რაღაც საყოფო ცხოვრება და საყოველთაო გამოყენება ხოლმე ტექნოლოგიებში. მე მგონია რომ რაღაც იმპლანტებიც რაღაც საბოლოო ჯამში ეგრე იქნება. შენ როგორ ფიქრობ მაგალითად რა? ხო, იმიტომ რომ მე ძალიან შეიძლება რაღაც რომანტიზირებას ვახდენ, მაგრამ რაღაც წარმომიდგენია რომ გონებით ან ფიქრით ვაკონტროლებდე ტექნოლოგიებს, რა ვიცი, როგორც მინიმუმ ბრძანებები გასცე ხო ძალიან მარტივი და შემდეგ უფრო რაღაცა კომპლექსური. მაგალითად გეიმინგის ამბავზე რო ვახსენეთ, ეს პირველი პაციენტი ხო, Neuralink-ის, მაგაზე იყო საუბარი, რომ ერთია, როდესაც შენ წარმოგიდგენ თამაშობ ჯოისტიკით. და ჯოისტიკით რო თამაშობ რა ხდება, ხო, ტვინში იქ რაღაც გადაწყვეტილება ხდება, სიგნალი მიდე, შემდეგ თითი და მოძრაობ. მაგრამ თუ შენ მომავალში ეს ტექნოლოგია თუ დაიხოცება, რავი, გეიმინგის მომავალია. იმიტომ რომ აღარ გჭირდება ინსტრუმენტი, რომელშიც ელემენტარულად რაღაცა დროს ხარჯავ და რესურსი პირდაპირ შეგვიძლია გონებითი თამაშო, ხო? მე მაინტერესებს, როდის მოვესწრებით ეგეთ რაღაცებს. Black Mirror-ი გამახსენდა ხმა. წარსულშიც ეს დრო ბევრად უფრო განვითარებული წარმოედგინათ ხოლმე, ვიდრე რეალურად არის და ცოტა რთულ სიტუაციაში ვართ, მით უმეტეს პოლიტიკური მოვლენების ფონზეც ძალიან რთულია ტექნოლოგიური განვითარებაც და ყველანაირი პროგრესიც. კი. და მაგრამ მან ვცდილობ ხოლმე რაღაცები დავინახო დადებითი და აი მაგალითად მან და პოლიტიკური კონტექსტის ფონზე და წელს და არა მარტო ხო ნუ წელს განს შარშან უფრო სწორედ რაც გააქტიურდა ხო ეს უფრო რაღაცა არეულობა თამამად შეიძლება ითქვას ხო მთელ სოფლიოში მეორე მხრივ ვცდილობ ხოლმე შევხედო რომ ანუ მეტი კონკურენცია უფრო უბიძგებს ხოლმე მხარეებს რომ რაღაცები განავითარონ ხოლმე და დახვეწონ ხოლმე და შეიძლება ეგრეთ შევხედოთ რომ რაღაც ტექნოლოგია არარსებობის პირობებში მე მგონია რომ კონკურენციას არ იქნება მაინც და მაინც ვერ იქნება კონკურენცია იმიტომ რომ არ ყავს ის ქვეყნები გვერდით რომელთანაც შეგვიძლია რომ ვითანამშრომლოთ ეგეთ რაღაცებში პროექტებში ან რაღაცებში და მარტო ტვინის იმედად თუ ხარ მასე არ ვიცი რა უნდა შექმნა ხო არა ჩვენზე ამბობ შენ მე უფრო საერთაშორისო იმაზე ვიძახდი ამ საერთაშორისო დონეზე ვამბობდი რომ რაღაც მოწინ ხო მაგას ვიძახდი ხო არა საქართველოზე არ მიგულისხმები რა თქმა უნდა ხო არა ხო მან საქართველოს მე ვიგულისხმე საერთაშორისო დონეზე როცა კონკურენცია იზრდება და მატულობს მაგ დროს შეიძლება თქო რომ მხარეებმა უფრო მეტი რესურსი ჩადონ რომ ჩინეთის და ამერიკის მაგალითზე ზუსტად ხო ახალი მოდელები იქნება და ისეთ რაღაცებს ვნახულობთ რასაც ალბათ არ ვნახავდით მაგ კონკურენციის გარეშე ზუსტად მაგრამ თან ჩქარავენ კიდეც და ზოგიერთ მოდელს უფრო ჩქარავშვებენ ვიდრე უსაფრთხოების გათვალისწინებით იქნებოდა და სხვათა შორის აი სუიციდის შემთხვევებიც უკავშირდება მაგას აი ადამ რეინის შემთხვევა რო ავიღოთ 16 წლის მოზარდმა რა თავი მოიკლა, გაიგებდით პოპულარული ამბავია ძალიან. აი მაგ შემთხვევაშიც OpenAI-ის უჩივიან მისი ოჯახის წევრები იმის გამო, რომ აი GPT-4.0 მოდელი, რომლითაც ის სარგებლობდა და რომელსაც ელაპარაკებოდა სიკვდილამდე წინა პერიოდში და ძალიან ხშირად ელაპარაკებოდა, გაუშვეს და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინების გარეშეო რა, ანუ ყველაფერი არ იყო მაგვარებულიო და სხვათა შორის ამ ბავშვის მიმოწერაც იყო სხვათა შორის ხელმისაწვდომი იმ სასამართლოს ფაგლებში და ისეთი რაღაც იყო რაღაც გამომცემშვიდობებელი წერილის დაწერაშიც კი დაეხმარა ჩატბოტიო ესეთი ამბავი იყო და რაღაც სუიციდის მეთოდების შეფასებაშიც კი დახმარებია. ანუ უფრო პირდაპირ სახით იყო ეხლა ისე რომ წარმოვიდგინოთ რომ რაღაცა ჩატბოტი მოატყუო და რაღაც არა უფრო პირდაპირ ფორმით იყო ყველაფერი მომხდარი ვიდრე მაგრამ არაპირდაპირ ფორმითაც შეიძლება რომ მოხდეს ეგეთი რაღაც და აი ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის თქვენისთვის იყენებთ ხოლმე ბევრი ელაპარაკება პირად საკითხებზე და თქვენ თუ განიხილავთ ხოლმე ამ პირად ერთულებს სხვათა შორის ChatGPT როცა თავიდან ესე რომ პირველად აღმოაჩინე აი ეგ მქონდა რა ძალიან ხშირად ველაპარაკებოდი სხვათა შორის მაგრამ ბოლო დროს საერთოდ ჩამომშორდა ეგ და ანუ აი მართლა საქმისთვის ვიყენებ რავი მათ შორის ახლა ჩემ წიგზე რომ მუშაობ მაგაზეც ვიყენებ აი იმდენად ბევრ რაღაცას შეგიძლია გამოიყენო მაგალითად აი ძალიან მარტივად რო ახსნა სიუჟეტზე რომ მუშაობ რა რაღაცა მაგალითად წიგნი შეიძლება ფილმის იყოს არა ვშრობ რაღაც სიუჟეტზე შენ თო რო ხარ იმ სიუჟეტში უცებ შეიძლება კონტექსტი მოუყვე და უთხრა რომ აი ეს ორი პერსონაჟი მყავს აქ და რა მოხდება და იქ იმდენ რაღაცას თავაზობს რომ შეიძლება რაღაც ამოიღო იქნება შეიძლება არ ამოიღო მაგრამ ან შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც გააკეთებინო იმ პერსონაჟს მაგრამ რაღაც ინსპირატ ან ვიღაც
ადამიანივით ვიღაც ტიპი გიზის ყოველ 24 საათი, რომელთან შეგიძლია პინგ-პონგივით უცებ აზრები გაუწყო. აი, მომხმარებლების უმრავლესობა სხვათა შორის შენაირად იყენებს, ანუ რა, ეგეთი დავალებების შესასრულებლად და რაღაც მეთანოლოგიურად ესე პირადი საუბრები არასდროს. მაგრამ ნაწილი მაინც არის, რომელიც შედარებით პირადი საუბრებისთვისაც იყენებს და სხვათა შორის OpenAI ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მონაცემებიც ამ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე. წარმოიდგინეთ, 800 მილიონი ყოველკვირეული მომხმარებელი ყავთ ChatGPT-ს გულისხმობ და აქედან სადღაც 0.15% ადამიანი ელაპარაკება ხოლმე ისეთ რაღაცებზე, რაც შესაძლო სუიციდურ განზრახვებს მოიცავს რა. და კი ძალიან მცირე პროცენტია, მაგრამ იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავთ, მნიშვნელოვანი პრობლემაა ეგეც რა. ხო, ანუ ისე მანდ შენ ხა საუბრობ იმაზე, რომ ელაპარაკებიან, ესაუბრებიან. ხო და მანდ გამიშდა ესეთი შეკითხვა და მე მგონი მაგაზე შენ გქონდა კიდევ შენ სტატიაში საუბარი, რამდენად შეიძლება თქვათ, რომ ეს ინფორმაცია რასაც ვსვლით ChatGPT-სთან, რამდენად დაცულები რა და შენ სტატიაში მგონი ესეც გქონდა დასტავრებული, რომ რამდენად შეიძლება ვენდოთო თუ რამდენად შეიძლება გაგვცეს თუ რაღაცა. გაგვყიდოს. ხო, გაგვყიდოს, ხო. სერმალტმანმა განაცხადა ამ წელს ეგეც რა, აი ადვოკატს როგორც ვესაუბრებით, მაგალითად პირადი ხო არის კონფიდენციალური ჩვენი საუბარი, რომ კვლევა რომც ვაღიაროთ, ადვოკატს არ აქვს უფლება რომ გათქვას და დაგვიცავს, მაგრამ ეგეთი ვალდებულება აი კანონზე თუ ელაპარაკებით, chatbot-ს არ აქვს და აი სასამართლო თუ მოითხოვს მაგალითად, კომპანიამ შეიძლება გასცეს ეგ ინფორმაცია რა და ჩაგუშვას ასე ვთქვათ და ჩვეულებრივი მტკიცებულებაა ეგ, აი ფურცელზე რომ დაწერო აღიარა დანაშაული და სადღაც მიაგდო, ეგეთი რაღაც შეიძლება იყოს ChatGPT-სთან ლაპარაკიც რა. და ცოტა უფრო უნდა დაუკვირდეთ ხოლმე ალბათ ჩვენ სიტყვებს, სანამ რამეზე დავალაპარაკებით. თან ის აღსანიშნავია, რომ ანუ ყველა კანონი ხო ვერ ეცოდინება ფიზიკურად ახლა. მით უმეტეს რა საქართველოში თუ გამოვიყენებთ, ქართულიც არის ის კარგად და ქართული ინფორმაციებს იმდენად კარგად ვერ აგროვებს რა ახლა. კანონებში დაგვეხმაროს ხოლმე, ხო? ხო, ნუ ერთია რომ ეგ არის და მეორე ნუ ხო ისედაც ხა ერთია როდესაც პირადზე ესაუბრები და მეორე ისეთ რაღაცაზე რომ ესაუბრები, რომელიც თან რაღაც დონეზე შეიძლება შენს წინააღმდეგ როგორც თქვა ხოლმე გამოიყენოს სასამართლოში. პირადზეც როცა ესაუბრები, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რომ გამოიყენოს, შეიძლება რაღაც ისეთი აღმოგიჩინონ, არ ვიცი. ხო, საერთოდ სხვა რაღაცასთან დაკავშირებული და საბოლოო ჯამში შემოგვიყვება. მაგას ვერ აკონტროლებ, როგორც ადამიანს ისე ელაპარაკები და ხო, და არა და სინამდვილეში არ არის ადამიანი. აი ის გამახსენდა სხვათა შორის კიდე რა, ანუ შენ რაღაც სპეციალური პროგრამები არსებობს, რომელსაც შეყვარებულადაც კი იყენებენ რა ადამიანები იმდენად. მაგაზეც ხო იყო რაღაც кейსი წელს. კი, кейსი, ქალი შემთხვევა იყო თუ არ ვწდები და დაქორწინებაც კი უნდოდა რა და წუხდა იმაზე რომ არ გამოდიოდა ეგ ამბავი თუ არ ვწდები. და ეგეთი კომუნიტები არსებობს, სხვათა შორის Reddit-ზე თუ არ ვწდები რა, ანუ ეგეთი შემთხვევა არ არის რა, მეტი ადამიანია. ხო, მე მახსოვს, არ ვიცი რაღაც ესეთი кейსი მახსოვს, რომ თითქოს რაღაც girlfriend-ივით ყავდა ვიღაც ერთ-ერთ teenagers და იმ AI მე რაღაცები უბიც გაამბავს, რომ მე რაღაც შობელი ჩიოდა მაგაზე, არ ვიცი. ეგ არ მახსოვს, მაგრამ აი რეპლიკას chatbot-ი რომ სექსუალურად დავიწყავებდა მოხმარებლებს ეგ გამახსენდა ახლა უცებ რომ თავისინებით იწყებდა, ანუ პრომპტის გარეშე იწყებდა რაღაც სექსუალური შინაარსის რაღაცებზე ლაპარაკს და როცა ეუბნებოდნენ რომ შეწყვეტეო, არ წყვეტდა რა. და რაღაც ნაშრომი გამოქვეყნდა თუ არ ვცდები მაგაზე. აი არ მახსოვდა, არ ვიცი. კვანტურ კომპიუტერებსაც ხო შევეხოთ რაღაც დონეზე, იმიტომ რომ ჯერ არ დანერგიოა ეს ტექნოლოგია რეალურად, მაგრამ ითვლება ყოველ შემთხვევაში, რომ ბევრი თვლის, რომ კვანტურ კომპიუტერები შეიძლება იყოს კომპიუტერების მომავალი, ხო? და ნუ ამ შემთხვევაში ანუ არ საუბარეს კუბიტებს იყენებს ეს და არა 0-ზე და 1-ზე არ მუშაობს ამ შემთხვევაში განსხვავებით იყენებს კუბიტს და კვანტურ სუპერპოზიციას იყენებს რომლის გამოყენებაც შეიძლება იმდენად ბენეფიტური იყოს რომ რა ვიცი მილიარდჯერ და შეიძლება ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი იყოს კლასიკურ კიდე სუპერკომპიუტერთან შედარებითაც, ხო და მაგხრივ წელს არ ვიცი ხა ეს კონკურენცია როგორც თქვი ჩინეთსა და ამერიკას შორის არის ამ ხრივაც ყველაზე, მაგრამ ერთი რაც მახსენდება იყო რომ იაპონელებზე იყო საუბარი შექმნეს ჰიბრიდულიო, არ ვიცი თუ გახსოვთ, ჰიბრიდული კვანტური კომპიუტერი შექმნეს, რომელიც როგორც ხვდები, თან კლასიკური არის ნახევად კვანტური იყო და ეგ გამახსენდა ეხლა მაგან მიქცია ყურადღება ტრადიციულად ყოველ წელს იხსნება ხოლმე რეკორდი ასევე კუბიტების რაოდენობით, იმიტომ რაც უფრო მეტ კუბიტზე მუშაობს შესაბამისად მით უფრო მძლავრია და
დაახლოებით 6000 რაღაც კუბიტზე მომუშავე კვანტური კომპიუტერი შექმნეს წელს, რომელსაც 6100 კუბიტზე მუშაობდა ეს კვანტური კომპიუტერი, რომელსაც კვლავ რეკორდი მოხსნა ამ მხრივ და ხო, არ ვიცი, ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცა ზრო არ ყოფილა წელს ვიძახი 2025 წელს, ვერ მივეჩვე, მე მგონი 2026-ში გადავედი საცხოვრებლად. ხო და მოკლედ არ იყო ისეთი რაღაცა განსაკუთრებული ძვრები ამ მხრივ ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება და არც ჩვენს არაფერი არ დაგვწერია, მაგრამ ნუ აი ეს რეკორდი მოიხსნა მაგალითად და ალბათ აი ეს აღნიშნოდაც ღირდა და რა ვიცი, მე პირადად ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ ამაზე და იმპლანტებზე. რატომ არის მნიშვნელოვანი? ალბათ კარგი იქნება თუ აღვნიშნავთ აი კვანტური კომპიუტერი, რაში გვჭირდება. ძალიან ბევრ რამეს შეიძლება გამოვიყენოთ. ფიზიკური კანონები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, უამრავი სიმულაცია შეგვიძლია რომ ერთდროულად გავუშვათ კლიმატზე მათ შორის, აი მეცნიერებს ექნებათ ხელთ რაღაც ისეთი ხელსაწყო, რაც დროს დაუზოგავთ, ასევე კოსმოსური აღმოჩენების მხრივად შეიძლება რომ თქვათ რაღაც ხომ არის მონაცემების ბაზა უამრავი, რომელიც სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტით ძალიან აქტიურად გამოიყენება, რომ ეს ინფორმაცია გაანალიზონ და გამოავლინონ სხვადასხვა ობიექტი და აი წარმოიდგინე, რომ გქონდეს ეგეთი კვანტური კომპიუტერი, რომელიც უსწრაფესად აკეთებს მაგ საქმეს, რამდენი რამის აღმოჩენა შეგვიძლია მაგის. უსაზრო შესაძლოა გიჩნდება, ხო, იმიტომ რომ ერთი რომ რაღაცა პროცესების სიმულირება ხდება, მეორე არის რომ მაგალითად, როდესაც სტრუქტურებს შიფრავ, ხო? ანუ მათ შორის DNM-ის და რაღაცა, როდესაც ძალიან ბევრი ალბათობებია, მანდ ზუსტ იმის გამოთვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგეთი ტექნოლოგია და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ხო? აი მაგ მიმართულებით სხვათა შორის კვლევის მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტზეც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოტენციალი დავინახეთ სხვათა შორის, რა აი ფიზიკის კანონები გამოავლინა, მაგალითად რაღაც ხანძრის პროგნოზირება შეძლო, ასეთი რაღაცები გავიგეთ, გრაგნინების გაშიფრვა, რომაული წარწერების და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ახლა ჩატბოტებზე რაც ვიყენებთ, მაგაზე არ არის საუბარი სპეციალურად გვქნიან ხოლმე ეს კვლევრები რაღაც AI სისტემებს, რომ ეგ მოხერხდეს, მაგრამ ხო რა. ხო, არა, წესით რა ფაქტია, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ დასტაბილურების პრობლემაა, როგორც ვიცი, ანუ ამ შემთხვევაში რაღაც დაახლოებით იმ პროცესებს გავს, როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს კომპიუტერი იყო რაღაცა ოთახის ხელა, ჭირდებოდა სპეციალური პირობები. ამ შემთხვევაში კუბიტების რაოდენობა რაც უფრო დიდია, მით უფრო ძნელია, რომ დავასტაბილუროთ, ხო, აი რაღაც ტემპერატურის ფაქტორია კიდე იქ დაბალი ტემპერატურა ძალიან საჭირო და ნუ რაღაც დონეზე გავს თითქოს კლასიკური კომპიუტერების დაბადების პროცესს, როდესაც ნუ რა თქმა უნდა სპეციფიური სხვანაირი იყო, მაგრამ იყო რაღაც შენობის ხელა კომპიუტერები იყო და ეხლა რო შეიძლება ჯიბეში გედოს, ის იყო მთელი შენობის ხელა კომპიუტერი. ხო, არ ვიცი, ანუ ალბათ ერთი რაც მინდა ვახსენოთ, არის ხელოვნური მზე, იგივე რაღაცა ბირთვული სინთეზი, რომელსაც ჯერჯერობით პრაქტიკაში ვერ ვიყენებთ სამწუხაროდ, მაგრამ აქვს პოტენციალი ძალიან დიდი, იმიტომ რომ ულევი ენერგიის მიღება შეგვიძლია, რომელიც, რა ვიცი, გადაჭრის ძალიან ბევრ პრობლემას. პირველ რიგში იმის, რომ ენერგიის პრობლემა გადაიჭრება, თუმცა ძალიან რთულია, ხო? მსმენელს ამაყურებელს შეგვიძლია ორი სიტყვით თქვა რა არის, ხო? საუბარი არის ბირთვულ სინთეზზე, იმ პროცესების გამეორებაზე, რაღაც ლაბორატორიულ პატარა მცირე დონეებზე, რაც ხდება მზეზე, ხო? და აი ამ სინთეზის გამეორებით, ამ პლაზმის მიღებით და შემდეგ ამ პლაზმის შენარჩუნებით არის საშუალება, რომ მივიღოთ, რა ვიცი, ულევი ენერგია, ხო? იმიტომ რომ მზეც რეალურად ეგ არის, ხო? ამხელა უშრეტი და ძალიან დიდი ენერგიის წყარო არის, რომელმაც ოდესღაც, რა ვიცი, დედამიწაზე სიცოცხლის დაუდო საფუძველი და დღემდე ენერგიით ვიკვებებით ჩვენ მცენარეები და ყველაფერი და ამიტომ რაღაც ვცდილობთ ლაბორატორიულ დონეზე ეს გამომეოროთ და წელს აღსანიშნავი ის იყო, რომ ისევ წელს. ანუ ეს არის, ეს არ უნდა ამოიჭრას, ეს უნდა ჩემთან გავიმეორო კიდევ ერთხელ სულ ვიზახი წელს. ხო და შარშან ესე ვთქვათ, მაგხრივ საფრანგეთში მოხდა საინტერესო რაღაც, იმიტომ რომ 22 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს ეს პლაზმა. რაც რეკორდული იყო წინასთან შედარებით. წინა წელთან შედარებით. ხო და რა ვიცი, ამასაც ძალიან დიდი იმედებით ველოდები ხოლმე და ვნახოთ რა მომავალ წელს. სხვა შორის საფრანგეთში აპირებენ ისე თუ არ ვწდები, ხო, მე მგონი ახალი ბირთვული საფრანგეთში აშენებენ. ახალი, ხო, რომელსაც ველოდებით რომ
არ ვიცი რამდენად პრაქტიკული გახდება ეს პროცესები ამის მერე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან წინ უნდა წაგწიოს. ან მათ თავარი არის, რომ გამომუშავებული ენერგია მოხმარებულზე მეტი იყოს. ხო, რაც ეხა ვერ ხერხდება. ხო, რაც ახლა ვერ ხერხდება, მაგრამ არ ვიცი, მიმდინარეობს სამუშაოები და ვნახოთ რაღაც წინსვლები არის. ნუ ფაქტია, რომ ყოველ წელს რაღაც რეკორდები მყარდება წელიწადში რამდენჯერმეც კიდე. კი, აი წელსაც იყო, რომ ჩინურმა მოხსნა რეკორდი. კორეას აქვს კიდე ძალიან ძლიერი. და ჩინეთს ვიძახი და კორეა იყო, რომელიც აზიაში იყო, რომელმაც მოხსნა და შემდეგ მოხდა უკვე რომ აი საფრანგეთმა რეკორდი მოხსნა, ანუ ერთ. ჩინეთშიც არის შეიძლება ჩინური. ხო, ზუსტად არ მე მახსოვს ჩინური. აი სამი მახსოვს, ჩინური, კორეული და საფრანგეთში რაც არის, უფრო მაგათ საფრთხოლმა ეს რეკორდები. კი ბატონო. აი მზეზე გამახსენდა და ბარემ ვიტყვი კოსმოსზე ბოლოს სიტყვას. აი ვერა რუბინის მისია ჩაეშვა და მაგაზე რომ არ ვილაპარაკოთ დანაშაული იქნება ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი შენდებოდა ეს ობსერვატორია და მნიშვნელოვანი აი შეიძლება ითქვას, რომ თუ გახსოვს რა ამბავი იყო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებაზე, დაახლოებით მაგ მასშტაბის არის, მაგრამ განსხვავებულია. ხმელეთზეა, მაგით განსხვავდება და ეს ცას რამდენიმე დღეში ერთხელ მთლიანად აკვირდება. და ძალიან სწრაფად მუშაობს, ძალიან სწრაფად აკვირდება ამ ობიექტებს. რამდენჯერმე ხვდება ეს ობიექტები, galaktikები იქნება, ასტეროიდები იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა ვარსკვლავები, რაც ნიშნავს, რომ აი ცვალებადობას ეგრევე აფიქსირებს. ძალიან დიდ მონაცემებს გვაძლევს მაგ კუთხით. პირველივე დღეებში რამდენიმე 1000 ასტეროიდი აღმოაჩინა. გააქტიურებიდან ეგრევე, ხო? გააქტიურებიდან ეგრევე, კი. და მგონია რომ აქედანაც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას მივიღებთ. თან მიხარია რომ ქალი მეცნიერის სახელს ატარებს. ეს ვერა რუბინზე სიტყვავთ, ხო, ვებზე სხვათა შორის იყო რაღაც. ხელი ამბები იყო გახსოვს, სექსიზმში ადანაშაულებდნენ და ჰომოფობიაში და რაღაცებში იყო. ხო და ეს ძალიან მიხარია. მე მგონი ვერა რუბინის ობსერვატორიას ეს რაღაც სხვა ერქვა თავიდან ჩაფიქრებული და მე გადაარქვეს. ვერა რუბინზე ვთქვათ ორი სიტყვა. კი, თან ჩვენ მახსოვს შენ ხო, ხო მგონი ქარდად ქონდა გაიცანდი. ძალიან მიხარია ხოლმე ესეთი რაღაცები და სულ ვცდილობ რომ დავწერო. აი ბნელი მატერიის კვლევებში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქალმა. ესე იგი აკვირდებოდა galaktikებს და შენიშნა რომ ეს გარეთ რაც იყო ვარსკვლავები, მაინც იმ სიჩქარით მოძრაობდა, რაც შიგნით. და შიგნით წესით არის უფრო მეტი ცენტრთან ახლოს, მან წესით უფრო დიდი გრავიტაცია და უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდეს ვარსკვლავები. რადგან გარეშრეებშიც ისევ ისეთი სიჩქარეა შენარჩუნებული, ნიშნავს, რომ იქაც რაღაც მასა არსებობს, რომელიც გრავიტაციაზეა პასუხისმგებელი, ანუ რაღაც ზედმეტი გრავიტაციაა galaktikაში. ბნელ მატერიაზე ხო არის საუბარი, მინიშნება ხო არ წავიდა მაგაზე. ბნელ მატერიაზე, ხო, ბნელ მატერიაზე, კი. ანუ ბნელი მატერია რა არის? მატერია, რომელსაც ვერ ვხედავთ. მთელ სამყაროში ვაკვირდებით, რომ არსებობს რაღაც ეგეთი მასა, რომელსაც ვერ ვხსნით იმ ობიექტებით, რომელიც ჩვენთვის ხილულია. ანუ რუბინის ამ კვლევასთან არის დაკავშირებული ეს ბნელი მატერიის კონცეფციის გაჩენა? არა, არსებობდა, მაგრამ მტკიცებულებებს და დასტურს რუბინმა და მისმა კოლეგამ მიაგნო, ხო? და შემდეგაც უკვე ძალიან სიცოცხლის ბოლომდე მოკლედ აგრძელებდა ამ კვლევებს ბნელ მატერიაზე და ძალიან ისეთი ის დაგვიტოვა მემკვიდრეობა მაგ კუთხით რა. და მიხარია მოკლედ რომ ეს ხო, ნუ ესეთ მასშტაბების ობსერვატორიას რო შენ სახელს არ ხმევად, როგორც მინიმუმ ხო ძალიან დიდი. ქალის სახელობის თან ბევრი ობსერვატორია, თან ასეთი მასშტაბის არ გვაქვს და. გითხრა არ მახსენდება ხო? არა არის. ება რაღაცები იქნება. არის ხო, მაგრამ პირველი არ არის, მაგრამ ხო ასეთი მასშტაბური არც მე მახსენდება. ხო, არ ვიცი. ველოდებით მოკლედ ჩილეშია ხო ეს ობსერვატორია და ველოდებით მოკლედ ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზეა. ზოგადად ჩილე რაც ვაკვირდები აი სახმელთ ანუ ობსერვატორიებისთვის კარგია. კი, ატაკამის უდაბნოშიც არის და ხო მოსახერხებელია. არის ობსერვატორიები.
ხო, არ ვიცი, არის ალბათ რაღაცები, რასაც შეგვიძლია კიდე შევეხოთ, მაგრამ ეს იყო ალბათ რაღაცა, რაც გვახსენდებოდა, ხო, მაინც ერთადად, რაზეც წელს ვიმუშავეთ, მიუხედავად ბევრად მეტ რაღაცაზე ვიმუშავეთ. ეს რაღაცები რა შეგვიძლია ვისაუბროთ და ძალიანაც რომ არ გაგვეწელს. ამ ქრონომეტრაში რაც ხო, რაც ჩავეტიეთ, მაყურებელო და დანარჩენი ჩვენს ვებგვერდზე შეუძლია შემოჯამება სტატიებში. კი ბატონო, ხო, სხვათა შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შემოჯამება სტატიები გვაქვს დაყოფილი, ხო? ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიებში რა ხდებოდა, რა ვიცი, კოსმოსში, აგერ ნინოს სტატია, შენ სტატია არის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რა გავიგეთ. ჩემი სტატიაც არის, სადაც საუბარია ზოგადად რა ხდებოდა და ჩვენი კიდევ ორი ჟურნალისტის სტატია არის ნატასი და გუკასი, რომლებმაც ტექნოლოგიების მიმართულებით რა ხდებოდა მაგაზე ისაუბრეს და ასე შემდეგ. მადლობა მოკლედ ნინო, მარიამ, ჩვენთან ერთ დრო იყავით და რა ვიცი, გაიცან, როგორ თქვენ ძალიან კარგად გიცნობენ, ძალიან დიდი ბოდიში რა, ჩემ თავს უსაყვედურება ხარ და თქვენ TikTok-ებით ძალიან კარგად გიცნობენ. ხო და რა ვიცი, მადლობა მოკლედ ჩვენთან ერთ დრო იყავით, მადლობა მსმენელსაც, მაყურებელსაც ჩვენთან ერთ დრო იყავით და რა ვიცი, 2026 წელს ველოდებით და აგერ ფაქტობრივად რეალურად 2026 წელსში ვართ და იმედია კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ახალ ამბავს შევიტყობთ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და როდესაც 2026 წელს შევაჯამებთ, 2027 წელს უკვე კიდევ უფრო საინტერესო რაღაცებს მოგიყვებით.